რა ბერკეტები გვაქვს ჩვენ, რაშია ჩვენი ძალა. ამ კანონებს რო იღებენ, რომ ადამიანი ტროტუარზე დგომისთვის უნდა დაიჭირონ, რატო იღებენ? იმიტომ რომ მასობრივი დარბევების თავი აღარ აქვთ. იღებს კანონებს, როგორცაც არ იღებენ რუსეთშიც კი. არ იღებენ უბრალოდ აი ესეთ კანონებს, რომ მაღიარე თორე დაგიჭერ. ავტორიტარების თვალში ის არის ბანძი. მაგრამ ეხლა შევიდა ისეთ სპირალში, საიდანაც გამოსავალი თავის თავს თვითონ აღარ დაუტოვა. ბიძინას აქ ისტერია იმის გამო, რომ ფული წაართვეს მას. და ქოცების პრობლემები ამ წლის სექტემბრისთვის უკვე იქნება ძალიან ხელშესახები. რა ხდება ივანიშვილის თავში ამ გეოპოლიტიკურ დომხალში? პასუხი ბიძინამ გასცა ამერიკელებს ირანთან ურთიერთობასთან დაკავშირებით. გუშინ აუნთო ირანის დროში. ერეკლე მეორეზე რამდენი ხანია აღარ ლაპარაკობენ თუ ატყობ. სადაც ახლა არაბები შემოყავს და თბილისის საამიროს გახსნას აცხადებ რეალურად. ეს არის დაპირისპირება ყველასთან, ვისაც ძალა აქვს. ამას დაპირისპირება არ ქვია, ამას აშლილობა ქვია. თქონდა ანგრევენ განათლების სისტემას, მაგრამ რატომ ანგრევენ, ეგ არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ხელისუფლების ცვლილების მაგიტომაცა შინიათ ქოცებს, რომ აქ ისეთი რაღაცები ამოვა ამ კანალიზაციიდან. რაც უფრო მეტ სიღრმეში მიდიხარ, ეს შენი საფლავის სიღრმეა, ეს მწვერვალის დაპყრობა ხო არ არის? რაში მდგომარეობს მოგების ფორმულა? თუ ამ პროცესს ვიწყებთ, უნდა ვთქვათ, რომ დავიძარით, აი ეს არ არის ჩვენთან ერთად ბოდიშსუხთით. ჩვენ უნდა ველაპარაკოთ ჩემი ასთან ბიზნესმენებს, რომ კი, ეს ყველაფერი რო შეიცვლება, ბევრ რამეზე ჩვენ თვალებს დავხუჭავთ, ბევრ რამეზე. მოიცა, ეხლა არ წაიქციო თავი. შენს მერე უკვე წავალ და დავიძინე. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ პლატფორმა მისმინეს, ეს არის გადაცემა აქცენტები, მე ეკა კვესიტაძე ვარ, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ პლატფორმას დაუჭიროთ მხარი, იმით რომ არხი გამოიწეროთ, ჩვენი პოდკასტები გადააზიაროთ, დაალაიქოთ, პატარა ზარს დააჭიროთ, ხელი რომ პრემიერის დრო გაიგოთ, ასევე იაქტიუროთ კომენტარებში, რადგან ეს საშუალებას აძლევს ალგორითმს, რომ უფრო მეტ YouTube-ის მაყურებლამდე მიიტანოს ჩვენი პოდკასტები. მე ყოველგვარი შესავლის გარეშე დავიწყებ, რომ დღევანდელი ჩვენი სტუმარია ნიკა გვარამია, უკვე მე რამდენჯერ დაპატიმრებული და მე რამდენჯერ გამოშვებული, მე თვითონაც ამერია, ასე ვთქვათ, თავგზა და მაგრამ როგორც ყოველთვის ენერგიულად გამოვიდა, რომ მოკლედ ვერ მოვასწარი ინტერვიუს აღება, ისე მისცა ინტერვიუ სხვა ჟურნალისტს, ამ შემთხვევაში TV პირველს. მოკლედ ის ინტერვიუ იყო ძალიან საინტერესო, მაგრამ იქ ილაპარაკეთ ყველაფერზე, მათ შორის წარსულზე და მე მინდა რომ ჩვენ ცოტა უფრო სტრუქტურიზებულად ვილაპარაკოთ მომავალზე, იმიტომ რომ ამოვიდეთ იმ მოცემულობიდან, რაშიდაც ვართ, გავიაზროთ კარგად, კიდევ ერთხელ ზემოდან შევხედოთ, რა აქვს ოცნებას, რა ბერკეტები დარჩა, რაშია მისი ძალა. რა ბერკეტები გვაქვს ჩვენ, რაშია ჩვენი ძალა, რამდენად ასიმეტრიულია ეს ბრძოლა და რაში მდგომარეობს მოგების ფორმულა. პირველ რიგში როგორ ახარ, ისეც გითხარი. კარგად, ცოტა ისეთი ინტენსიური ორი დღე მქონდა მოძრაობის თვალსაზრისით, ემოციების თვალსაზრისით და შემდეგ და აი ეხლა გძნობ, რომ აი ამ დღის ბოლოს უკვე ცოტა ემოციის ბოლოს ვარ, მაგრამ შენს მერე უკვე წავალ და დავიძინე. ეხლა არ წაიქციო თავი. კარგად, იმიტომ რომ რა მე გულწრფელად გეტყვით, რომ ბევრად უარესის მოლოდინში ვიყავი სინამდვილეში, იმიტომ რომ ესეთი რაღაცები მესმოდა, თორე ამას კი ვერ ვხედავდი იქედან და მე ესე არ მგონია ზოგადად ვფიქრობ, რომ ძალიან თანმიმდევრულად ხდება ყველაფერი. რა უარესის იცი რამიდან? უარესის მოლოდინში რომ იქნებოდა უფრო ფრუსტრაცია. სიაგარეთ რო გამოხვიდოდი? ველოდი უფრო დიდ ფრუსტრაციას, ან წარუმატებლობებს და ამ შემდეგ. ესე არ არის სინამდვილეში. ტემპის აჩქარება მიმდინარეობს, ავტორიტარული ტემპის აჩქარება მიმდინარეობს და შეიძლება ეს პარადოქსულად მოეჩვენოს ვინმეს, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ სასარგებლოა. იმიტომ რომ მერწმუნეთ მეგობრებო, ეგრეთ წოდებული creeping authoritarianism, აი ცოცავი ავტორიტარიზმი არის გაცილებით უფრო საშიში, იმიტომ რომ იღვიძებ ერთ დღეს და ყველაფერი დასრულებული ხდება. და აი ესეთი კაფიო, მკვეთრი ავტორიტარული ნაბიჯებით მოძრავი რეჟიმი
რა თქმა უნდა წარმოშობს წინააღმდეგობას, ნაცვლად ცოცავისა, იმიტომ რომ თან უნდა გვახსოვდეს, რომ ბიძინას მთავარი სტრატეგიული იარაღი არის ბუნდოვანება და ამ კომბინაციაში ეს ძალიან საშიშია და ზუსტად აი ამ ცოცავი ავტორიტარიანიზმით მოვედით იქამდე, რომ 2022 წელს გამოგვიცხადეს, რომ საქართველოს ევროპა აღარ არის და 2024 წელს უკვე ოფიციალურად გვითხრეს, რომ უნდა დავივიწყოთ ჩვენი საკონსტიტუციო ჩანაწერი. ასე მოვედით ამ დღემდე. უფრო მკაფიო რაღაცები რო ყოფილიყო მანამდე, გაცილებით უფრო მეტი იქნებოდა წინააღმდეგობა, ბევრად მეტი ადამიანი მოვიდოდა რეალურად ადეკვატურ, ხო ეს არ მინდოდა მეთქვა უბრალოდ ადეკვატურ აზრამდე უფრო სწრაფად მივიდოდა, მაგრამ ამას სჭირდება სწორი გამოწვევები და ეს სწორი გამოწვევა იყო 2020 წელს. გახსოვს შენ და ამაზე მაშინაც ბევრი გვიკამათია, ისედაც რო საკამათოა ზოგადად ბუნებრივია ბოიკოტზე ვლაპარაკობ, მაგრამ მაშინ ვერ გაუძლო ოპოზიციამ, ჩვენც გაგვიჭირდა, უნდა ვაღიაროთ, ყველას გაუჭირდა, მოთმინება გაჭირდა. რატომ? იმიტომ რომ დაიწყო ცალკეული, ანუ შესვლა ცალკეულმა პარლამენტის წევრებმა ძალიან არათანმიმდევრული იყო საერთაშორისო თანამეგობრობა, ძალიან არათანმიმდევრული, მათ შორის მისი ადგილობრივი წარმომადგენლობა, ორი ელჩის სახით, რომლებსაც მე პირველმა დაარტყა ქართულმა ოცნება და საშინელებები დამართა, მოდი ასე ვთქვათ, ლამის ქვეყნიდან გააძევეს, გულისხმობ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს და ევროკავშირის ელჩს, მაშინდელს. და საბოლოოდ ყველაფერი დამთავრდა იმით, რომ შარლ მიშელის ფაქტორმა, აი ამ ფორმატმა, მაშინდელმა ფორმატმა, არამხოლოდ ჩაილურის წყალი დალია, არამედ ევროკავშირი დააზიანა მნიშვნელოვან წილად. მათ შორის ქართული ოცნების პირველი ცეცხლი მაშინ გაიხსნა ევროკავშირის მიმართ, სრულიად არანორმალური, სულელური, ასე ვთქვათ, არგუმენტებითაც და უმძიმესი შეფასებებითაც. ხო, მაგრამ ეს მაშინ ასე დამთავრდა. აი ესე რომ დამთავრდა 2020 წელს ეს ყველაფერი, იმიტომ იყო 2024 ისეთი როგორიც იყო. დღეს განსხვავებულია ოპოზიცია, იგი უფრო შეკრული, თანმიმდევრული და ხისტია, სწორად, რა თქმა უნდა, გაცილებით სრულიად განსხვავებულია საერთაშორისო, არა მხოლოდ კონტექსტი და კონიუნქტურა, არამედ საკუთრივ საერთაშორისო აქტორები, რომლებიც არიან აბსოლუტურად სწორად გაჭედილი აქვთ, მოდი ასე ვთქვათ, ჭყალებში ქართული ოცნებისგან და მე მგონია, რომ პოლიტიკური პატიმრები ძალიან დიდ როლს ასრულებენ ამ ყველაფერში, უკვე ვეღარ ვასრულებთ თქო, იმიტომ რომ მე აღარა ვარ პატიმრობაში, არ ვიცი რამდენი ხნით, ხო, მაგრამ შავი ჰუმორია. მე ხო შევა არც არის იუმორი საერთოდ. მაგრამ მე გულწრფელად გეტყვით, რომ ბელორუსისგან განსხვავებაზე ამაზე ვილაპარაკე, თუ რამით განსხვავდება საქართველოს ბელორუსისგან, პირველ რიგში ეს არის მისი პოლიტიკური სპექტრის გაცილებით უფრო სწორხაზოვნება და უშიშრობა, იმიტომ რომ არც ერთ პოლიტიკურ პატიმარს არ გაგვიშვია არც ერთი მესიჯი უცხოელი ჩვენი მეგობრებისთვის იქნება ეს პირადი მეგობრებისთვის თუ მოკავშირეებისთვის, რომ გაგვიყვანეთ აქედან. მაგრამ ციხეში ბელარუსში გაცილებით უფრო მძიმე მდგომარეობა. აბსოლუტურად მესმის, მაგრამ იქიდან ეს შეტყობინებები ბევრად მეტი იყო. ხო, მოდი ეხლა მაინც აი რაღაცა ჩარჩოებში წავიდეთ, რაღაცა ლოგიკურად ნაბიჯ გავყვეთ. აბსოლუტურად მართალი ხარ, მე გეთანხმები იმაში ყოველ შემთხვევაში, რომ ეს მცოცავი ავტორიტარიზმი უფრო საშიშია და ჩვენ რაც გქონდა ამ ხნის განმავლობაში 2020 წლამდე, სანამ ხო უკრაინის ომი დაიწყებოდა, გქონდა მცოცავი ავტორიტარიზმი, მცოცავი ავტორიტარიზმის მთელი, ასე თქვა, ხიბლი ის იყო ივანიშვილისთვის, რომ ის ისე ჩუმად, ისე შეუმჩნევლად აკეთებდა ყველაფერს, რომ ადამიანები ვერ ხვდებოდნენ, რასთან ჰქონდათ საქმე და ყოველთვის იბრმავებდნენ თვალს. ხამის მცირე დოზები, რაც უეცარ სიკვდილს არ იწვევს, მოდი ასე ვთქვათ. ოღონდ ამან გამოიწვია მიჩვევა წითელი ხაზების. პატარა წითელ ხაზს გადალახავდა ხალხი კიბერის ბარიერის აწევა. კი, ზუსტად ესე. ანუ ამ ეს თამაში, ცოცავი ავტორიტარის თამაში ძალიან კარგად ითამაშა. მაგრამ ეხლა შევიდა ისეთ სპირალში, საიდანაც გამოსავალი თავის თავს თვითონ აღარ დაუტოვა. მოდი ეხლა ვთქვათ, რა აქვს სისუსტე, რა დარჩა ამას სიძლიერე და რა აქვს ყველაზე დიდი სისუსტე შენი დაკვირვებით. მოდი დავიწყოთ იმითი, რა ძალა თან ამ დინამიკაში, რა ბერკეტი დაკარგა და რა მოიპოვა. რა დარჩა. ნუ პირველ რიგში ეს არის უზარმაზარი ფულადი რესურსი, რომელიც
არა მხოლოდ მისი უპირატესობა, არამედ პრობლემაა მეორე მხარეს. მეორე მხარეს პრაქტიკულად არ არის ფულის რესურსი. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა, იმიტომ რომ თან ეს ფული უკონტროლოა, ეს ბიუჯეტის ფულის მოპარვაც არის, ეს არის კოლ-ცენტრების ეგრეთ წოდებული შავი ფული, ეს არის ასე ვთქვათ, ნარკოტრაფიკით შემოსული ფული. ანუ ეს დიდი სარეცხი მანქანა, კი ბატონო. ეს დიდი სარეცხის მანქანა, ფულის სარეცხი მანქანა აქ დგას. და აქიდან წილი რჩება, ხო? რაღაცა შემოდის, რაღაცა თეთრდება, გადის, მაგრამ აქ ნაწილი რჩება, რაღაცები აქიდანვე კეთდება, ხო? იგივე კოლ-ცენტრები ამ შემდეგ და ეს არის სახელმწიფოს ბიზნესი, სახელმწიფო ხელისუფლებაში დასაქმებული ადამიანების ბიზნესი. სინამდვილეში ჩვენ რო ვლაპარაკობთ ამ შავი ფულის ტრიალზე, აქიდან ფინანსდება მათი პრემიერ-მინისტრიც, მათი დეპუტატებიც და ამ შემდეგ, აი ჩვენ რო გვიკვირს, რომ აი ესეთი მონობა როგორ შეიძლება, მეგობრებო, მარტივად ისინი ამაში ხელფასი იღებენ და ეს ხელფასი არის შეიძლება თვეში 50 ვიღაცისთვის, თვეში 100,000 ლარი, ვიღაცისთვის კიდევ უფრო მეტი. ხვდებით? არა, ეგ უკვე ხო რაღაცა ელიტარული ნაწილისთვის, ხო? არც ერთ ჩალვა პაპუაშვილი ამდენს რო ლაპარაკობს, როგორც ბებია ჩემი იტყოდა კრუხის თავ გადაყლაპულივით. ხო, ეგრე ამბობდა რაჭელი ბებია ჩემი, ხო? ნუ წარმოუდგენელია, მართლა ადამიანი დადგება და არა კრუხის თავი გადაყლაპა ამანო იტყოდა, ბევრს ვინც ლაპარაკობდა იმაზე. ხო და კრუხო ბევრს რაღაცა კრიახებს როცა ესა უვლის წიწილები ყავს, ხო და თქვენ რა გონიათ ეხლა რომ აი ამ ტალახს იმიტომ იზილავს რომ უბრალოდ რაღაცა თავის გამოჩენა უნდა. არა, ეგრე არ არის თავისთავად ცხადია, ეს არის ანაზღაურებადი საქმიანობა ჩვეულებრივად და ეს ყველა მიცის, საერთოდ ეს დამალულიც არ არის ქართულ ოცნებაში, ყველა მიცის რომ დამატებით ანაზღაურებას ისინი იღებენ. და ეს ფული საიდანღაც მოდის, ბიძინა ივანიშვილი ამ ქვეყანაში ფულს არ ხარჯავს და ძალიან დიდი ხანია არ ხარჯავს. როცა ქველმოქმედების სახით ხარჯავდა ძალიან დიდი ბოდიში ყველასთან, მაგრამ მე 1000-ჯერ უნდა გავიმეორო, რომ მაშინაც ხარჯავდა იმ ფულს, რომელსაც ქვეყნის ბიუჯეტს არ უხდიდა გადასახადის სახით და სამწუხაროდ წინა ხელისუფლების დროსაც, როცა მეც ვიყავი ხელისუფლებაში, იგი არ იხდიდა არც ერთ თეთრს ბიუჯეტში და უზარმაზარი ქონება ამით გროვდებოდა მხოლოდ. ხო, ანუ საქართველოში ქონდა გადმოტანილი ყველა თავისი ბიზნესები, მათ შორის უძრავი ქონება, არაფრის გადასახადს არ იხდიდა და ასე გროვდებოდა უზარმაზარი ფული და ეხლა ამ ფულის დახარჯვა ქველმოქმედებაში, ნუ ეხლა ძალიან მარტივია დიდი ბოდიში, მაგრამ ხო, აი ამის შესაძლებლობა ამ კაცს რატომ მიეცა, ან რა დამსახურებებისთვის, ან რატო არ იყო ცხადი, რომ ამას ზუსტად იმისთვის გამოიყენებდა. არა, ზოგადად ვამბობ, ზუსტად იმისთვის გამოიყენებდა, რაც სადამდეც მე 2012 წელს მივედით, ეს რატო არ იყო ცხადი? მე მართლა გითხრათ ვერ ხვდები კარგად. იყო შენთვის ცხადი როგორც მაშინ. არა, მე საერთოდ არ ვიცოდი მისი არსებობა მაშინ, ხო ხვდებით, ანუ რა, აი ძალიან ფრაგმენტულად, ხო, სანამ საქართველოს პროკურატურაში აი ეს ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე არ გამოჩნდა ამბავი, რომ არსებობს ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ისტერიულად არის დაინტერესებული ბადრი პატარკაციშვილი, აი რა ვიცი, ყოველნაირად მოისპოს, მოისრას და განადგურდეს. მანამდე მე პირადად მართალი რო გითხრათ, ეხლა რაღაცა ბიძინა ივანიშვილის თაობაზე ბევრი აფერი არ ვიცოდი. ეს არის 2008 წლის 17-ის ბოლო შეიძლება. და მერეც, ნუ ამის მერე ეს ყველაფერი ჩემთვის აღარ იყო მნიშვნელოვანი, მაგრამ ნუ ფაქტია, რომ მე ეს გამოჩნდა და დღეს გვყავს კაცი, რომლებიც წელობით არ იხდის არანაირ გადასახადს არც ერთ იურისდიქციაში, ხას უსვამ, არც ერთ იურისდიქციაში სამყაროში. და ნუ ეხლა და ქათავის პარტიასაც ის არაფერ ფულს არ აძლევს და არც არის ამის საჭიროება მისთვის. ყველა დასაქმებული ყავს, ვინც უნდა იყოს დასაქმებული. ყველა და ეს არის, როგორც თვითონ ამბობენ, 51,000 ადამიანი მათი პარტიის წევრი. 51,000-ვე ადამიანი იღებს ხელფასს სახელმწიფო ბიუჯეტიდან არაფერში, პირდაპირ ვთქვათ, არაფერში. ეს არის ჩვენ ხარჯზე თავისი პარტიული, ასე ვთქვათ, ტროლბოტების ძალიან ხშირად დასაქმება და ეს არის ეს შავი ფული, სხვადასხვა შავი ბიზნესებიდან, რომელიც უკვე ელიტებს ხმარდება უფრო მეტად. დავაზუსტებ აქ თეორიულად, ანუ რას ნიშნავს, როცა თანამედროვე ავტორიტარებზე ვლაპარაკობთ, არის მთავარი
ის რომ ავტორიტარი არის თავარი დამსაქმებელი ქვეყანაში სამუშაო ამ ადგილებს შემთხვევაში უკვე ერთადერთი დამსაქმებელი ხდება. ხო, ამ შემთხვევაში თალსახად, იმიტომ რომ აქათა მხარეს ყველა რესურსი მოუჭრა, ანუ გადაუჭრა ყველა სასიცოცხლო. ეხლა მის მერე ყველაზე დიდი დამსაქმებელი იქნება TSU-ს და GP-ის გაერთიანებული რექტორი. რექტორი სერიოზულად რო ამკიცებდა და 50-კაციანი არ გადავიდეთ. ანუ ეს არის ავტორიტარიზმი, თანამედროვე ავტორიტარიზმში არის ყველაზე დიდი თავარი დამსაქმებელი ის ასაქმებს ყველას და მას აქვს შავი ფული, რომ შავი საქმეები გააკეთოს. ეს ორი გვაქვს. აბსოლუტურად. ეს სახეზეა. შემდეგი რაც საკუთრივ იგივე სისტემებზე ვლაპარაკობთ, თუ რაც ვენესუელაში ხდება, ხო? ანუ იქ უბრალოდ რესურსების ხარჯზეა პარაზიტირება, აქ უფრო სხვა ტიპის ფულზე, ხო? ფულის გათეთრების ხაბი ვართ ჩვენ და ნუ იქ რესურსები იპარებოდა, ხო? მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს, ზუსტად ეს ორი რამ ხდება. მესამე ეს არის პარადოქსული ნაერთი, ასე ვთქვათ, ამალგამა, რაღაცა საარჩევნო ინჟინერია, მოდი ასე ვთქვათ, როცა მისი მომხრეები არიან ძალიან დიდრები, რომ პრინციპში შეიძლება ვთქვათ, რომ არის ძირითადში კორუმპირებული ელიტა და თვითონ გახადა მდიდარი და ძალიან ღარიბები, ხო? ესეთ საარჩევნო პარადოქსი ავტორიტარიზმის ზოგადად არის ეს, რომ აერთიანებს ორ აბსოლუტურად არათავსებად ერთი შეხედვით, ასე ვთქვათ, კასტას, მოდი ასე ვთქვათ, რაში ჭირდება განსაკუთრებით დიდრების რაოდენობა ძალიან ცოტაა ზოგადად ყველა ქვეყანაში, მაგრამ ეს განსაკუთრებით დიდრები ჭირდება იმისთვის, რომ რისკები არ შეიქმნას მის მიღმა დარჩენილი ფულისგან. აი ზუსტად ფულის ბოლომდე პრივატიზაცია, ეს ფულიანი სექტორის არის ეს, რომ დიდრები ყავს შემოკრებილი, ან უნდა იყო მასთან, ან ვერ იქნები მდიდარი, ან იქნები ციხეში, ან ჩამოგართმევენ ამ ფულს. ძალიან ცოტამ შეიძლება ეს გაძლოს. ისიც ძალიან, ასე ვთქვათ, დიდი საერთაშორისო ბრენდების წარმომადგენლები სახელების დაგვარებით არ გავყვეთ, ხო? და მეორე, ღარიბები. ეს უნდა გვესმოდეს, თუ ჩვენ შევხედავთ დღეს რაც ხდება. ღარიბები რაც მეტია, მით უკეთესად არის ბიძინა ივანიშვილი. ზოგადად რეჟიმი, მაგრამ ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილი. იმიტომ რომ ღარიბებიც არის მის მიერ, ასე ვთქვათ, დასაქმებულებად შეიძლება განვიხილოთ, მის მიერ მოსყიდულებად საარჩევნო თვალსაზრისით შეგვიძლია განვიხილოთ. მე არ ვლაპარაკობ, რომ ყველა ამას აკეთებს საბოლოო ჯამში, მაგრამ მის რასაც ჩვევა ამას ვიხილავთ, ხო? ადამიანები უბრალოდ ეგზისტენციალური, ასე ვთქვათ, საფრთხის წინაშე არიან დაყენებულები და ძალიან ხშირ შემთხვევაში შეგნებულად და ისინი ან უნდა მოკვდნენ მკურნალობის წაუწამლობით, ან შიმშილის გამო, ან უსწავლელობით და ეს კიდევ უფრო ფართოვდება, სხვა შორის ეს უკანასკნელი. თუ ეს არ უნდათ და უნდა 300 ლარი პირობითად, ხო, თან აქ ვლაპარაკობთ ძალიან ცოტა ფულზე, ხო, მაგრამ სასიცოცხლო დაუცლებელ ფულზე ისინი უნდა იყვნენ ხელისუფლების გვერდით. რატომ? იმიტომ კი არა, რომ ხელისუფლებას შეუძლია მისცეს ან არ მისცეს. უბრალოდ რაღაცა ეს 300 ლარია იწვა. ანუ ოპერაბელურია, ანუ ხელით манипуლირებს. შეუძლია ხვალვე აღარ იყო შენი მსიაში, სადაც არიან სოციალური სამაგერო შეიძლება იყოს. ეხლა მოიღეს რამდენიმე 10,000 ადამიანი სოციალურად დაუცველების არჩევნების წინ უკან შეიტანენ. რა თქმა უნდა, ხო, ეს ხო არანორმალურია, ესეთი ფლუქტუაციები. ანუ ორი ყველაზე მნიშვნელოვანი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საყრდენი მთავარი დამსაქმებელი და ფული ადგილსია. უნდა გადავიდეთ ახლა იდეოლოგიაზე და კბილებზე. იდეოლოგია არ არის პირდაპირ გეტყვით, მაგრამ ეს არა ერთის მხრივ ეს არის სიზუსტე, მაგრამ მეორეს მხრივ ეს არის სიძლიერე, იმიტომ რომ მოქნილობას ანიჭებს რეჟიმი. რეჟიმი არის ოპორტუნისტული. ეს არის შეიძლება ასე ვთქვათ, ჭყალებში მათი იდეოლოგია. ისინი მესიჯებშიც კი მიდიან იქით, საითაც იმ წუთში ხედავენ, მოდი ასე ვთქვათ, იდეოლოგია რეალურად მათი ეს არის ოპორტუნიზმი გითხარით, ანუ მოდი ასე ვთქვათ, ის რასაც იმ წუთში გამოიყენებენ პროპაგანდისტს. პროპაგანდა არის მათი იდეოლოგია. აი იდეოლოგია ბოდიში როცა მათ უნდოდათ, მე შეგახსენებთ, ამის ნიშნები იყო. ეს იყო მენცარი. გახსოვთ ბიძინამ რო დაიწყო. ეს იყო მცდელობა, რომ ქონოდათ იდეოლოგიური ხაზი. მაგრამ ამან არ იმუშაო, ბიძინა ვერ გაკაჩა მარტივად რო ვთქვათ, ხო?
ერთხელ შეეცა და მე ნახეს ძალიან საინტერესო ინტერვიუ იყო. ზუსტად სხვათა შორის გივიმ კიდე ერთხელ გაგვახსენა, აი გივიმ ესეთ რაღაცები ბევრი იცის ზოგადად. ზუზუთიკებაზე რო ლაპარაკობდა, მაგრამ ეს ზუზუთიკების ამბავი მარტო იცი რა იყო მაგ დეტალი მნიშვნელოვანი, რომ მე ამბობს, რომ დედამ უნდა გაზარდოს შვილი, ეს ზუზუთიკება და ამ ჩემსო მეო ფათო არ ვიპარავო ამასო სხვა ავტორების დაწერილიაო ესო მაგრამ მე ჩევდივარო ამ ჯგუფშიო და მე მინდაო რომ ეს აზროვნებაო გავუზიარო მსოფლიო ლიდერებსო და მასთან ერთადო ეს განვახორციელო ეს ჩემი მიდგომაო და ეგ არის ეგ ეკაბერიძე ყავდა მაშინ მახსოვს და კინაღამ გაიქცა ის სტუდიიდან ახლა ეგეც მახსოვს ხო და დედამ უნდა გაზარდოს შვილი 60 წლამდე რომ ეს გაიგების პროცესი იდენტიფიკაციის პროცესი ფსიქიური მშობიარობა უნდა მოხდეს ისეთივე ჯანსაღი როგორც ბიოლოგიური მშობიარობა რასაც ვერაფერ ვერ უმოდება დღევანდელი ჩვენი ცივილიზაცია და მე მინდოდა თქვა აი ვაბობებთ და არგეტი ეთმინებათ მე მინდოდა და სურვილი მაქვს დღესაც და შესაძლებელია თუ აღარ მეყოს მაგრამ ეს მუდმივად მრჩება რომ მეც ჩემი თქვა კვლევებით ჩავწერილი ვიყავი ამ ხალხის სიაში და ამათთან ერთად მომეხერხებინა დამერწმუნებულა ჯერ განვითარებული სახელმწიფოების თავრობები თქვა და გაერთიანებულა ფსიქოლოგებთან, ფსიქოანალიტიკოსებთან ერთად რომ უნდა შეიცვალოს პრინციპულად ჩემი აზრით ბავშვის აღზრდის მეთოდიკა. მაგრამ მაგას გეუბნებით, 14 წლის ტექსტები წავიკითხე მისი, აი უბრალოდ მაინტერესებდა რომ ამ თვალით შემეხედა 11 წლის ტექსტი, აი პირველი მაშინ ამერიკაში ცხოვრობდი და უბრალოდ ჩემთვის აი წარმოუდგენელია ეს როგორ შეიძლება და ეს გაგპარვოდა რამენაირად, აი ეს არ შეიძლება და იმ დღეს დაწყებულიყო, ეს განვითარების ხაზი აი ამ საშინელებას რაც იქ წერია სინამდვილეში თუ სიმართლე გაინტერესებს. შეუძლებელია არ ქონოდა. დინამიკა ამ წერილების მიხედვით ივანიშვილი აი ხო და მაგას ვამბობ, ივანიშვილის პირველი წერილები იყო, ნუ ხა დაბალი შეხედულების ის საკუთარ თავზე ვერ იქნება, იმიტომ რომ ნუ ახლა გასაგებია რომანია გრანდიოზა აქვს და თან ძიმედ გამოხატული მოდი ასე ვთქვათ და თან რომანია გრანდიოზა როცა ადამიანს რომელსაც მნიშვნელოვანი საფუძვლები აქვს აქედან და ეს უბიძგებს ნარცისიზმისკენ, ხო? რეალური საფუძვლე. მაშინ ეს კიდე რაღაცნაირად ბუნებრივად გამოიყურება, მაგრამ აქ ძალიან დიდი დისტანცია გვაქვს ჩვენ რეალურ შესაძლებლობასა და პრეტენზიას შორის, აი უზარმაზარი დისტანცია გვაქვს, ხო? ნუ კაფიო გაუნათლებლობას ვაწყდებით, ხო? რეალურად და ეს კაცი ცდილობს არსენალის შექმნას რაღაცა იდეების რომელიც სხვა შორის იმ დროს ემთხვევა რაღაცა ოდნავ აი რაღაცა მაშინ ობამას პერიოდია დაახლოებით და ცოტა იქითკენ მიყავს უბრალოდ სოფლიო ტრენდიც ეს არის ხო იგივე ეს რაღაცა ძუძუთიკოების ამბავი რაღაცა აი ბუნებრიობის იმისი მათ შორის თავადაც ის არის თუ არ ვცდები ვეგეტარიანელი აი იმ დროინდელი ტრენდები არის მაგრამ ძალიან სასაცილოდ გამოიყურება მისი პირიდან ეს ტრენდები ხო იმიტომ რომ ძალიან ანაქრონისტული ტიპაჟი იყო მაშინაც ხო რამდენი წლის იყო ხა არ ვიცი მაგრამ მენცარი იყო თავიდან და ვერ გაკეთა წარმოუდგენელი რამე მოხდა ბრო, საერთოდ ვერ გაიგო რა უნდოდა და ნელ-ნელა დააწყებინეს ჩაჩოჩება. ნუ ეხლა იქ ეთყობოდა რომ ვიღაცა აკორექტირებს რა, იცდილობენ რომ სადღაც გაწიონეს სიგიჟე, იმიტომ რომ ერთხელ ორჯერ სამჯერ და ნუ მიხვდა ყველა რომ წარმოუდგენელი ხდება. ბოლოს ნუ ეს მენცარის ფაზა იყო ეგ ეკაბერიძესთან ინტერვიუ და ნუ მე შემეშინდა რომ ეკაბერიძეს იქ შეჭამდა პირდაპირ მიშოვლად, იმიტომ რომ რაღაცა აი ძალიან ნეგატიური თან რაღაცა ეს ძუძუთი ყვება და რაღაცეები იმან რომ აშკარად ვერ გაიგო თან ბერიძემ ან რა ვიცი მეორეს მხრივ არ დაეთანხმა ზარზეიმი და აპლოდისმენტებით თან ამას დაიგრუზა ხო ნუ როგორც არის რა ეს კაც ხო ვერ იკავებს ამას ნუ აპლოდისმენტებს ითხოვს ხოლმე კაი მოკლედ რო გადმოვიდეთ თან ხო შემდეგი ნაბიჯიც მინდა გაახსენო მე იყო მოქალაქე კი ბატონო ხო გახსოვს რომ ეს რაღაცას შეკრავდა ამ სოციუმის აქტივობას მე ვიქნები მთავარი NGO-შნიკი გავაკონტროლებ აი იყო აი რაღაცა აი თემუთი გამოწერილი ობამა იყო რა აი ამეებს ცდილობდა სულ რა იქ რა ვიცი არ გამიკვირდებოდა რომ მოლოდინი ქონდა რომ რაღაცა ნობელის პრემიისკენ წაიყვანდა დედასვიცა რა მას არ ხულობ აბსოლუტურად სერიოზულად ვამბობ და მერე უკვე დაიწყო უკვე გასვლა აქედან რამდენიმეჯერ კიდე სცადა აი მაგალითად ეს კაცის რძე რაღაცები აი პერიოდულად აქ ეს რაღაცა წამოსროლები ხვდებით ანუ რაღაცას გონია რომ აი ეს ტრენდი ეხლა ტრამპის ტრენდებია რა ეხლა მიდის რაღაცა ეხლა ეწერება ამ პოპულისტურ ულტრამემარჯვენე ნარატივში ხო მაგრამ არც ეს არ გამოდის იდეოლოგია მარტივად რო ვთქვათ ქართულ ოცნებას იდეოლოგია არ გამოსდის იმიტომ რომ იდეოლოგია რო გამოგივიდეს ან უნდა იყო
მართლმორწმუნე, მოდი ასე ვთქვათ, წყალებში ჩავსვათ, თუნდაც ბნელი იდეის, მაგრამ მართლა გჯეროდეს. მეორე ნაწილია, რომ მაშინ ძალიან გონიერი უნდა იყო, რომ ამას ქმნიდე, ხო? აი ამ რაღაცა. როგორც მაგალითად ახერხებს ორბანი. ორბანი ამას ახერხებს და ესენი ძალიან სასაცილოდ ძალიან დიდი ხანი ახერხებდა იქ ამას ორბანი. არა, ორბანი ახერხებს, ეხა ორბანი ძალიან სასაცილოა, რომ იწევს, რომ ომში ვერ ჩაიგო. ორბანის კლიშეები რუსეთმაც კი წაიღო. ბევრი ესეთ რამე მომხდარა. არა, ეხა მორჩენილი ამბავია კაცო. არა, ამ ყველაფერს აქვს თავის დასასრული, არ უნდა გვავიწყდეს ორბანი მანამდე იყო 6 წელი თუ არ ვცდები და მე 2010-დან და ერთ რამეზე გამახვილებინებ ყურადღებას. აი, უახლოეს რამეზე. რატო არიან აჭრელი? ეს არ გამოვიდათ ბოდიში, ამიტომ ბოლომდე შეждდენ ოპორტუნიზმზე, სახელმძღვანელოებს და გაიდლაინებზე, სადაც გადაწერ, მოკლედ, რასაც გადაიწერენ ხოლმე სხვებისგან და ბოლომდე დააჯდენ პროპაგანდას. ანუ დღეს რაც არის ტრენდული, ამას ზომავენ, როგორც კი რამეს დაინახავენ, ეგრევე იწყებენ, რა ქვია, იმედი ეგრევე ახმაურდება იმ თემაზე ყველა ვარიანტში. სამწუხაროდ მე პირადად პრობლემა რა არის, რა აქვს ქოცებს ვიგებ იმითი, იმედი რის წინააღმდეგ ხმაურობს, იმითი. მართლა, იმიტომ რომ არ მაქვს პირველ წყაროს ნახვის შესაძლებლობა. მაგრამ ნახე, აი ერთი რამის ესეთი მოკლე, ასე ვთქვათ, მოკლე ხაზოვანია ეს დამოკიდებულება. ჩემი აზრით, რაც სისუსტეა ასევე. ჩემი აზრით, მან ესე იგი წარმოიდგენ ჯერ ერეკლე პაპას სახელი დაცემინეს, კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანები და დახვდნენ რომ ერეკლე პაპას შეურაცხყოფთო და მეორეს მხრივ ესე იგი თემურ ლენგის საფლავზე მოილოცა კობახიძემ, თემურ ლენგის საფლავზე მოილოცა კობახიძემ, იქ როგორც დათო ტურაშვილმა თქვა, შაჰაბასთან ჩავიდა სტუბრად და იქ ირანის ჰეზბოლას და ჰამასის კლუბში ჩაჯდა და გუშინ რაც უნახე და 2 დღის წინ რაც უნახე და ესე იგი შაჰაბასობა მოგვილოცა ფაქტობრივად ირანის საელჩომ, აიათოლების ირანის დროშისფერად გაანათეს ანძა, როდესაც სომხეთში და აზერბაიჯანში ყველაფერი ამერიკის დროშისფერად იყო განათებული და რა ვიცი რაღაცა ირანის საელჩო მართლა გვაზეიმა ქართველების გადასახლების წარმოუდგენელი ამბავი ხდება ეგ საქართველოში, მაგაც ძალიან მინდა ვილაპარაკოთ გეოპოლიტიკურ მომენტზე. ანუ გეოპოლიტიკურადაც მაგრამ ეს მინდა გითხრა, ხო? აი ეს აიჭრა გეოპოლიტიკურადაც, იმიტომ რომ ერეკლე მეორეზე რამდენი ხანია აღარ ლაპარაკობენ თუ ატყობ. ძალიან დიდი ხანია, იმიტომ რომ ეხლა ახალი ტრენდი აქვს, შეხედე, ეს არაბების თემა რომელიც დიდი ხანი ახმაურეს, ხო ხვდები? არის რაღაცები, რაც უცაბედად ჭირდებათ. ეს არის ინვესტიცია, იმიტომ რომ რეალურად ეკონომიკური სტაბილურობა არის ავტორიტარიზმების ან აქილევსის ქუსლი ან სიმყარე. ეს არის ერთადერთი, რასაც ძალუძს დააბალანსოს დემოკრატიული უკუსლა, უსამართლობა და ასე შემდეგ. სადაც ახლა არაბები შემოყავს და თბილისის საამიროს გახსნას აცხადებ რეალურად, მე არ მაქვს ინვესტიციების საწინააღმდეგო, აბსოლუტურად, მათ შორის არც არაბული ინვესტიციების, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია რას ნიშნავს რომ ამბობ, ან საიდან შეიძლება იცოდე, რომ რომელიღაც ტერიტორიაზე სადაც შემოდის ინვესტორი, იქნება არაბული დასახლება. ინვესტორმა როგორ უნდა იცოდეს, თუნდაც არაბმა, რომ ყიდველი იქნება 80% არაბი. აი ეს რას ნიშნავს? ამის პროგნოზირება როგორ არის შესაძლებელი? ხო აბსურდია. თვითონ ხო ინვესტორმა თქვა რომ ჩვენო გავყიდითო ამბობთ. არა მხოლოდ თვითონ ინვესტორმა, კობახიძემაც თქვა. ხო და ეს ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი და მე არ არის ერეკლე მეორეს პერიოდი. ეხლა ერეკლე მეორე მოდური არ იყო ამ დროს, იმიტომ რომ ეხლა ან ერეკლე მეორე უნდა გინდოდეს და მასე ილაპარაკო, მაგრამ თუმცა როგორ ლაპარაკობდნენ ჩვენ გვახსოვს, როგორც ლაპარაკობდნენ, ან შაჰაბასი და არაბები უნდა ყავდეს, მეორე ყავდეს ხო მეორე მხარეს. ანუ ეს მკვეთები რომ ლაპარაკობ რომ მოქნილია ოპორტუნიზმი და ეს მისი ძალაა, ეს ლიკვიდურობა, მოდი ასე ვთქვათ. მეორე მხრივ ეს სისუსტეც არის, ანუ ხაზოვნება არა აქვს, რაზეც ანუ კარგავ ამომრჩეველს ამ მოქნილობაში ხვდებით, აი მაგალითად ერეკლე, აი ეს ხაზი რაღაცა სწორხაზოვანი, ცოტა უტრირებული ასე ვთქვათ, ურაპატრიოტული ნაციონალიზმი არის, ირაკლი კობახიძის ხაზი ვერ იქნება თან, ეს მისთვის სრულიად არაბუნებრივი ხაზია. ირაკლი კობახიძეს მე ზოგჯერ ვამბობ ხოლმე, რომ ეს კაცი ქოცი ვერ, ანუ ქოცებს ვერ მოეწონება თქო, იმიტომ რომ ამას უნდა ჩვენნაირობა თქო, ანუ ჩვენ გველაპარაკება თქო, რა იმათ არ ელაპარაკებენ, იმიტომ რომ იმათ არ აღიარებს და თავის ქოც პროფესორებს ეუბნება გოიმები ხართ. ავთენტური ქოცები ირაკლი კობახიძეს ეპაზორება. პირდაპირ გეუბნებით. ხვდები რას გეუბნები? ამიტომ ერეკლე მეორეს სწორხაზოვნების არ არის მისი. ეს არის ირაკლი ღარიბაშვილი.
მოდი იდეოლოგიის ნაწილი შევაჯამოთ. იდეოლოგიის ნაწილში მათ აქვთ სისუსტე, ვერ არიან თანმიმდევრულები, უბრალოდ თუ იგებენ ან თუ რაღაცა უპირატესობა აქვთ, სწორედ ამ ფულის გამო, რომ აქვთ დიდი პროპაგანდისტული მანქანა და ტროლბოტების მთელი არმია. ეს არის სხვა სიძლიერე მათ იდეოლოგიურ ნაწილში არ აქვთ, მაგრამ ჰქონდათ სიძლიერე თავარ ნარატივში. ეს იყო უკრაინის ომის შემდეგ, აბა ომი გინდა, ომში გვითხრებენ. მოკლედ, უკრაინის ომმა, ხო, ეს არ არის იდეოლოგია და ეხლა აქ მინდა გადავიდეთ იმაზე, რაც არის სტრატეგიული სიბეცე, სტრატეგიული აზროვნების და გეოპოლიტიკური აზროვნების სიბეცე ამ ხელისუფლების. იმიტომ რომ თავიდან იმუშავა კარგად ამ მესიჯმა, რომ აბა ომი გინდათ, იმიტომ რომ ხა ომის ტრამვა ახალია, თან მრავალჯერადი ჩვენთვის, მეორე ადამიანი ხედავს რაც ხდება უკრაინაში და ვერ მოატყუებ ამას და იფიქრა, რომ აი ხა მოდი ჩავჯდებით სადღაც ბუჩქში და გადავრჩებით ამ ყველაფერს რა დაბომბვას და ყველაფერს და სწორია რომ კოცები არიან. მაგრამ ეხლა აღმოჩნდა რომ აბსოლუტურად არასწორად გათვალეს, ანუ არც ერთი მოკავშირე არ დაიტოვეს, ხო? ეს უნდა ავხსნათ კარგად, რა ხდება ივანიშვილის თავში ამ გეოპოლიტიკურ დომხალში. და რაც გამოჩნდა კიდევ ერთხელ, აი 2 დღის წინ ყველაზე საუკეთესო ილუსტრაციაა, ხო? სომხეთში და აზერბაიჯანში ჩადის ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი, სომხეთში აარსებს უმნიშვნელოვანეს მიკროჩიპების ქარხანას და ქარხანის წარმოება ეს არის თავდაცვის საუკეთესო საშუალება, ანუ შენ პატარა ქვეყანა, როდესაც აწარმოებ მნიშვნელოვან რაღაცას, შენ ყველა ქვეყანა დაგიცავს, იმიტომ რომ მას ჭირდება მიკროჩიპები. ტაივანის მთავარი უსაფრთხოების ქოლგა ეს არის. ქვეყანაში თავისი სტრატეგიული ასეთი განათავსა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ის NVIDIA, ანუ სახელმწიფოა ფაქტიურად სახელმწიფოში, ქვეყანაში, სადაც რუსული ბაზა დგას ახლოს გიუმრიში, აი ისიც კი ამჯობინა საქართველოს. აი ამ ხელა პრობლემაა. აზერბაიჯანში ჩავიდა და აქ ესე იგი ძალიან სიმბოლური იყო, რომ ირანის აიათოლების ირანის დროშის ფრად იყო ანთებული ანძა. ანუ სტრატეგიულ აი ამ გეოპოლიტიკურ სურათს ძალიან კარგად აჩვენებს და აჩვენებს იმას, რომ დარჩენილია იმ პარტნიორის ამარა, რომელიც უკვე ევროკავშირმა გამოაცხადა ტერორისტულ ორგანიზაციად, ანუ გამოაცხადა რევოლუციური პარტნიორია. ხო, რევოლუციური ამას უკვე პარტნიორობა არ ქვია რა. ჩინეთი არ არის პარტნიორი, თურქეთი არ არის პარტნიორი, აფო ეს არ ქვია. აღარაფერი აღარავინ აღარ ქვია, ხო? ეს არის ადგილები, სადაც მას მიესწრება. აი მოდი ასე ვთქვათ რა, პირდაპირ აი ბოროტი დაავყია კაცი როა და სულ ქალაქში, რომ სულ რამდენიმე სახლში პატიჟებენ რა, დაახლოებით ეგრეა რა, ასეთივე ბოროტები და ავყიები, ხო? აი დაახლოებით ეგრე არის რა, პარტნიორობა ამას არ ქვია. ის რომ შენ შეგიძლია ირანის ვიღაცასთან ჩახვიდე და პარტნიორობა ნიშნავს რომ იქიდან ანუ ავტორიტარს როგორც წესი ყავს ავტორიტარული ქსელი ანუ ზოგადად არსებობს და ისინი ერთმანეთს ეხმარებიან და ასე შემდეგ ხო აქ ესეც აღარ არის რატო პირველ სხვა შორის აი საქართველოში მიმდინარე პროცესები რატო არის მნიშვნელოვანი ეხლაც როა იმიტომ რომ ავტორიტარები ერთმანეთს აფასებენ იმის მიხედვით აკონტროლებს ავტორიტარი ქვეყანას თუ არა ავტორიტარად ვერ ჩაითვლება ის ანუ ფუნქციონალურ ავტორიტარად, რომელსაც უდგას მიტინგები მიუხედავად იმისა, რომ ყველას იჭერს. ყავს ამდენი პოლიტპატიმარი, გამას ხო ფასი აქვს. ყველა ავტორიტარმა იცის, რომ პოლიტპატიმარი უნდა შეიკავოს თავი, რომ უკანასკნელ, ასე ვთქვათ, საშუალებად გამოიყენოს, ხო? მაგრამ ამას ყავს ამდენი პოლიტპატიმარი, როგორც ბელორუსს არ ყოლია ჯამში, ხო? თუ პოლიტიკური ფიგურების რაოდენობაზე ვილაპარაკებთ, ხო? მსხვილი პოლიტიკური ფიგურების ყოველ შემთხვევაში და თან ვერაფერი ვერ უქნა ამ პოლიტპატიმრებს, ხო? გამოდიან, შედიან, მაგრამ არ ტყდებიან. მარტივად რო ვთქვათ, ხო? იღებს კანონებს, როგორცაც არ იღებენ რუსეთშიც კი. არ იღებენ უბრალოდ აი ესეთ კანონებს, რომ მაღიარე თორე დაგიჭერ. მაგაში ეს საქმე, ანუ ავტორიტარების თვალში ის არის ბანძი, პირდაპირ ვთქვათ რა. ავტორიტარების თვალში ის არის სუსტი, ის არის დამარცხებული, ანუ ვერ აკონტროლებს ავტორიტარების თვალში არის განაჩენი. და ამ სასწავლში მოდი ასე ვთქვათ, განაჩენის გამოტანა უკვე ისეთი ამბავია რა, რთული ამბავია რეალურად. ამიტომ ბიძინას მოკავშირე ვინ არის? ბელორუსთან მისი კავშირების შესახებ რამე გაგვიგია ბოლო პერიოდში არა და როცა იყო ეს კავშირები ხო ვიცოდით. სუსის ამას პირიქით თვითონ ყვებოდა.
არა და უნდა დაემალა თითქოს, ხო? აზერბაიჯანთან პრაქტიკულად ჩახურულია ურთიერთობა. ხო, დადიოდა სუმაგასთან დადიოდა ღარიბაშვილი. არა, ალიევმა ამათ გასაგონად თქვა ის რაც თქვა მიუნხენში იყო, ხო? თუ არ ვცდები თუ სად ხდება. არა, დავოსში, რაც თქვა, რომ ჩვენ მალე სოფხეთზე გადავიტანთ, ეს ამათ ელაპარაკებოდა. მათ შორის. ამათ უთხრა, რომ იხტუნავთ რამდენიც გინდა. სომხეთთან ისაშებდა კონიაკის ოღონდ ალიევმა რაც და როგორი ფორმითაც თქვა, ეგრე ავტორიტარები ერთმანეთს არ ელაპარაკებიან. ხო? ანუ იქ იყო აბსოლუტურად ღიად, თან იყო დამცირება ბიძინა. პირდაპირ დაკნინება, მოდი ასე ვთქვათ რა, უთხრა შენ ხარ პროვინციელი, კუთხური რაღაცა ავტორიტარი და შენზე არანაირი გზა აღარ გაივლის. დაახლოებით ეგ უთხრა, ხო? ირანმა ეხლა რა უნდა გაუკეთოს ბიძინას რეალურად, ხო? ფული შემოიტანოს და აქ ფული რეცხოს, უკვე იფხელა ამერიკული ინტერესია და დარსალიას და მამუკა, რა გვარია, სუსის უფროსის ჩასვლა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამის არაფერს განსაკუთრებულს არ ეხებოდა, პირდაპირ ტაბუ დაადეს მათ ურთიერთობას ირანთან. მე ამაში დარწმუნებული ვარ. ის რომ ბიძინა მათ ირანის დროშა აუნთო, ამას კიდე ერთხელ ადასტურებს. ამერიკელმა უთხრა ირანს გაეშვიდა, ამან აქ ირანის დროშა აანთო, ეს ბიძინას სტილია. არაფერი არ მაქვს თქვენთან სალაპარაკო, ვიდრე ფულს არ მომცემთ, ეს ბიძინას სტილია. მამუკა დინარაძეს, რა თქმა უნდა, ბიძინას სახელით პასუხისგაცემის უფლება იქ არ ექნებოდა, მას უთხრეს და წამოიღო მესიჯი, სუსტად იგივე გზა გაიარა, სხვა შორის დილუაშვილმა. პირდაპირ მნიშვნელობით იგივე გზა და ეს გზასაც დამთავრდა, შემიძლია გავახსენო მამუკა დინარაძეს, მაგრამ გონია რომ თვითონაც იცის, ხო, ციხეში. ჩემთან ორი კამერის მიღმა. რამდენიმე დღის წინ ორი კამერის მიღმა. მაგრამ ნახე, პასუხი ბიძინამ გასცა ამერიკელებს ირანთან ურთიერთობასთან დაკავშირებით. გუშინ აუნთო ირანის დროშა. აი ეს იყო პასუხი. და ამას რა შედეგები ექნება? ამას ყველანი ვნახავთ, მაგრამ ირანთან კავშირები არ არის ხუმრობა. ირანთან კავშირები ხუმრობა არ არის ჩინეთისთვისაც კი. ეს მძიმე ამბავი, ეს არის ტერორისტული ორგანიზაცია და აღიარება. ბიძინას ბევრი რამე, მართალი გითხრათ, ბიძინას ბევრი რამე, აი ძალიან ქარაფშუტული დასკვნებიც აქვს ხოლმე. ბევრ ისეთ დინარეში შედის, სადაც უბრალოდ ვერ ხვდება, რომ არ შეიძლება შესვლა. ტერორიზმთან თანაზიარობა ეკა უკვე პრობლემური ამბავია. მაგიტო ვამბობ, მაგიტო ვაკეთებ აქცენტს მე ირანთან ასეთ ურთიერთობაზე, იმიტომ რომ რევოლუციური გუშაკთა კორპუსი გამოცხადდა და ეს არის ხელისუფლება დღეს, ხო? სხვა ვინ არის? გამოცხადდა ტერორისტულ ორგანიზაციად 20,000-მდე კაცი მოკლეს სხვადასხვა მონაცემებით. ასე იგი, ქვემეხები აქ მიშვერილი ანუ პირდაპირ და გადატანითი მნიშვნელობით ამერიკას 120,000 კაციანი თუ არ ვწდები სახელმწიფო მილიშა შეიარაღებული ფორმირება, ოფიციალური შეიარაღებული ფორმირება ირანისა აღიარა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, უბრალოდ ევროკავშირმა ტერორისტულ ორგანიზაციად და აი მიშვერილი აქვს ამერიკას ქვემეხები, ასე ვთქვათ, სიმბოლურად რო ვთქვათ და არა მხოლოდ სიმბოლურად, ხო? სხვა რამეები აქვს გაცილებით უფრო მძიმე რამე მიშვერილი. და ამ დროს შენ ამერიკის პრეზიდენტის რეგიონში ჩამოსვლის და უდიდესი ვიზიტ უმნიშვნელოვანესი ისტორიული ვიზიტის პარალელურად აი აქ კიდევ ერთხელ გეუბნები, მნიშვნელოვანია რომ ირანთან დაკავშირებით საუბრები, დაბარებები მინისტრის მოადგილის უпростоრეთ საგარეოსი დარსალიასი და მამუკა დინარაძე ხა. ეგ ხო ირანი იყო ახლა ყველამის რო ირანი იყო და ამაზე პასუხი ყველაზე მთავარი მაინც ეს არის. იქ თუ შეიძლება ვთქვათ რომ უკონტექსტობა და მავნებლობა და ამ შემდეგ არის, აქ სიმძიმე იკვეთება ამ ირანის დროშის აკანთების. ეს არის პასუხი ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელიც რეალურად ითხოვს იმას, რასაც ითხოვს ყველა ნორმალური მოკავშირე, რომ ირანს დაანებეთ თავი და ირანს ეხლა ის ეჭირდება ფულის გათეთრება მათ შორის, ისაც ფულის გათეთრება, ის გათეთრების მთავარი წყარო შემოსულა ამ ფულის ხდება ირანიდან, მათ შორის აზერბაიჯანიდან შემოსული იყო თვითონაც რო საქმე გახსნეს. აი ეს ირანული ფული, აზერბაიჯანული ფულის გათეთრება, აქ ვის აზერბაიჯანს რა სჭირდება ფულის გათეთრებულად საქართველოს. ეს ირანული ფულია, ირანული ფულის გათეთრება, ყველაზე დიდი წყარო მოკლედ ფულისა, რომელიც აქ თეთრდება, მოდის ირანიდან. ეს ყველა მიცის, მათ შორის ამერიკელებმაც იციან, მაგრამ ეხლა ეს უკვე აღარ არის უბრალოდ ფულის გათეთრების ამბავი. ეს არის ცივილიზებული სამყაროს საომარ მდგომარეობაში, სამყაროსთან საომარ მდგომარეობაში მყოფი ტერორისტული სახელმწიფოს დახმარების საკითხი.
და აი ეს მივიღეთ ჩვენ პასუხად ირანის დროშის ანთემის სახით. ამიტომ აბა მშვიდობა, ანუ ეს ახლა მართლა ამათი რაღაცა გიჟური ბოდვითი თეორია კი აღარ არის, რომ deep state-თან ვომობთ და რაღაცა, ეს არის დაპირისპირება ყველასთან, ვისაც ძალა აქვს, ხო? ბოლო წერილში ვის უპირისპირდება? ყველას, ევროკავშირს, deep states, ამერიკას, პირადად ტრამპს, წინაშე პუტინსაც, ანუ აბსოლუტურად ყველას. ნუ მაგას ხო იცი რა თქვია. თავის ბოდვით ამას დაპირისპირება არ ქვია, თავის ბოდვებში ამას აშლილობა ქვია. ხო, არა. ამას აშლილობა ქვია. მაგას თავის ბოდვებში ყველას იწევს ირანის საკითხში ამერიკელების განსაკუთრებით გამოწვევა შეიძლება უმძიმესი ფასის გადახდა მოუწიოს მთელ ერს, დიდი ბოდიშს ვიხდი, მაგრამ უმძიმესი ფასის გადახდა მოუხდეს მთელ ერს, იმიტომ რომ აქ ხუმრობაზე აღარ არის ლაპარაკი. deep state-თან არ არის. არა, deep state-თან კი არა, აქ არის სამყაროს ყველაზე დიდ ავიაზიდებზე ლაპარაკი, მეგობრებო, აქ შემთხვევითი არ არის და ბოდიში, მაგრამ აქ რაზე ვლაპარაკობთ, ეს კარგად უნდა გავაცნობიეროთ, ეს მარშრუტი უნდა დავინახოთ, ძალიან მცირეა, ესე ვთქვათ, კილომეტრაჟი საქართველოს აზერბაიჯანის საზღვრიდან საქართველოს-ირანის საზღვრამდე. აქ რაზეა ლაპარაკი, აქ თამაშების დონეზეც კი და კაცი ხა თავისი მილიარდის გამო თუ რამდენიც არის 600 მილიონის გამო ანთებს აქ ირანის დროშებს, ეხლა წარმოიდგინე რა საკეთებს. ყავდა გაგზავნილი, ანუ ამ მიღებაზე. ბოლო ბეჭედია რას ნიშნა? ანზორ ჩუბინიძე არის თვითონ ის. ნახე რა საკეთებს, აი ლილუაშვილი. ირანის მიღებაზე შახაბასობა რო აღნიშნეს. ანზორ ჩუბინიძე ყავდა გაგზავნილი, ანზორ ჩუბინიძე ყველაზე მეტად ბიძინა, ამას გივი უკეთესად მოგიყვებოდა. ანზორ ჩუბინიძე ყველაზე მეტად ბიძინა, ალტერ ეგოა პრაქტიკულად მისი, ხო? ეს ლილუაშვილიც კი აღარ არის უკვე. ლილუაშვილიც კი აღარ არის ეს უკვე, ხო? ეს არის კაცი, რომელიც არ ჩანს, ხო? Invisible Man არის რაღაც თვალსაზრისით, იმიტომ რომ ის მაღალი თანამდებობის პირიც კი არ არის. მოდი ასე ვთქვათ, არც პრემიერი ყოფილა, არც უშიშროების უფროსი ყოფილა, არც შინაგან საქმეთა მინისტრი ყოფილა, მაგრამ სულ არის და არის. ის არის ბიზნეს სახლიკაცი, მოდი ასე ვთქვათ რა, ანუ შინაურია ძალიან. და ფაქტიურად ჩათვალეთ, რომ თვითონ იყო ჩასული, ხო? სახელმწიფო უსაფრთხოების ჩასული რა მისული იყო აქ ბოდიში საზეიმო მიღება. საზეიმო მიღება, ჩასული კი არა და მისული. ჩასული ვინც იყო გვახსოვს. მაგრამ ბიზნეს აქ ისტერია იმის გამო, რომ ფული წაართვეს მას. და ამ ფულის წართმევის ნიადაგზე ისეთი აშლილობა აქვს, რომ უკვე როგორ გითხრათ, თვით შენარჩუნების ინსტინქტი, რაც აი პავლოვის ძაღლსაც კი აქვს, ხო, ხერხემალი რასაც აკონტროლებს, უკვე ტვინი რო არ ჭირდება და ხერხემალი ჭირდება, ისიც კი დაკარგული აქვს, იმიტომ რომ აქ ირანული დროშის ფლეშმობები ვერაფერი ვერ იქნება სხვა გარდა ამისი ინდიკაციისა. ვერაფერი ვერ იქნება, როცა აქ შეიძლება რეგიონში უკვე ირან-ამერიკის პრობლემა იყოს და დიდი ბოდიში, მაგრამ ირანის დროშას რო ანთებ, ნიშნავს, რომ მხარეობას იჩემებ ამ კონფლიქტში. მეტი ამას არაფერი არ ქვია. ქართველებს არ უყვართ ზოგადად იზოლაცია. არ უყვართ, ქართველები არიან ტრენდების ხალხი ვართ ჩვენ. და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მიღებული ვიყოთ კარგად ყველგან. აი სააკაშვილი ვის უყვარდა, არ უყვარდა ერთი საკითხია, მაგრამ ყველა ქართველი პირდაპირ მინდა ვთქვა, ბლატაობდა იმით, რომ მისი პრეზიდენტი პირველად იყო იქ, ჩამოვიდა აქ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ამავდროულად. ეხლა ხორვატიის პრემიერ-მინისტრი რო ჩამოდის აბსარვერჩი მას, მაგრამ თუ პრეზიდენტი რო ჩამოდის და ეს უნდათ რო თქვან, რომ სოფლიო მნიშვნელობის მოვლენაა ჩვენთან, ხო? ამის დამჯერებელი ქართველი არ არის, არც კოცი და არც არაკოცი. ამას ხედავენ ერთი. ეს შექმნილი რეალობაა. მეორე, ეს მათ ასევე ეუბნებათ კოცებს ამ შემთხვევაში, რომ ეს კაცი სუსტია. რაღაცა ეს ბიძინა დაალაგებს, რომ იყო მითი და არ იყო ბოლომდე მითი სხვათა შორის, ხო? აი შალმიშელი თუ რამე ნეგატივი მოქონდა ამას, მათ შორის ესეც იყო, რომ ბოლოს თქვეს, რომ მაინც დაალაგა, ხო, ხედავთ. და ნუ რაღაც თვალსაზრისით ეს სწორი იყო. მოკვდა, ასე ვთქვათ, კლიშე ბიძინა მაინც დაალაგებს. ბოლოს დაალაგა. აი ჩვენ თუ შევარდებოდით პარლამენტში ახლა ბიძინა დაალაგებს, მომხდარი იქნებოდა უკვე. ბიძინა დაალაგებს ამბავი მოკვდა. ეს არის ძალიან სერიოზული. კი ბატონო, გეთახმები აბსოლუტურად. ომის შიში და სერიოზული არის ეს, ჩემი აზრით. ბიძინას უძლეველობის თუ სმარტესობის თუ არ ვიცი ამას რა ქვია, ყოვლის შემძლეობის მითოლოგემა დაიმსხრა. ეს არის უმნიშვნელოვანესი ამბავი. აღარსად ვერ ჩინეთთან, ანუ ჩინეთსაც არ მიიწვია არაფერზე. სადაც იყვნენ შემდეგი მითოლოგემა იმათ თუ არ ჭირდებით ვინმე სხვა, ანუ ვიღაცა მაინც არის. პუტინი დაგვიცავს, ჩინეთი ჩვენთან არის. არ არის. პუტინიც არ დაგვიცავს, იმიტომ რომ პუტინი ხაზგასმულად აჩვენებს ხოცებს.
პუტინი ხოცებს ელაპარაკება ამ შემთხვევაში, იმიტომ ჰქონდა ივანიშვილს ეს ისტერია გაჭენება პუტინთან მიმართებაშიც. რაც არ ამგონია რომ მას ეპატიოს ხოთ შორის ეს ამერიკის შეერთებული შტატები არ არის. პუტინთან ბლატაობის გატარება არ ამგონია რომ მას შერჩეს ასე ვთქვათ, არ გაუტარებს პუტინი, ესე მგონია, მაგრამ ხოცებს ელაპარაკება პუტინი. რომ დაივიწყეთ აფხაზეთის აღიარება და ამ შემდეგ, იმიტომ რომ ესეც ერთ-ერთი თემა იყო წინა საარჩევნოდ, ომი გინდა თუ ასე შემდეგთან ერთად იყო აფხაზეთს გაიხსენე რამხელა რაღაცეები, ანუ რამდენი ტესტეს ბევრი სხვა შორის, ბოდიში, ეს ყველაფერი ამის ნაწილი იყო. ეს ყველაფერი იყო ამის ნაწილი, ეს ყველაფერი მიყავდათ იქეთკენ, რომ რა მოხდა, შეიძლება რაღაცა დროს ვიღაცამ თქვა, ან შეიძლება რაღაცა შეთანხმება იყო ამ შემდეგ, მაგრამ რამ შეიძლება თავი მოკვეთეს რუსებმა უთხრეს, დაივიწყეთ. არ იქნება. თან ისე კი არა რომ ამათ უთხრეს სადღაც და შეაჩერეთ კამპანია, არა. ასე ერთშენიერ დღეს საჯაროდ გამოდეს ტექსტი რომ არ იქნება. ეხლა მთლიანად რუსების არის, რატო გაუკეთებს რამეს რუსეთი? აბსოლუტურად ეგრეა, აბსოლუტურად ეგრეა. ჩემი ხარ, ჩემი მონახარ, ფექვეშ მიგდიხარ, წასასვლელი არსად არა გაქვს, არავინ არ მიგიღებს. მითხრა რა არის შემდეგი. საერთაშორისო პარია და ეხლა მე რამეს მოგცემ? არა, რუსეთმა უთხრა შემდეგი, შენ გაერთიანდები აფხაზეთთან და ოსეთთან, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სამივე გაერთიანებით ჩემს სახელმწიფოში. ანუ რუსეთში. ან მის კონტროლირებულ სახელმწიფოში. ან ყველა ერთად ხართ რუსეთი, ან დაივიწყეთ რომ სამივე ერთად ოდესმე იქნება. ანუ წასასვლელი რა პირობები უნდა წაუყენოს ეხლა ამ მდგომარეობაში ანუ ნელი თამაში არ იქნება რუსებმა უთხრეს კოცებს პირდაპირ უთხრეს რომ ნელი თამაში არ იქნება, თან ვითომ ევროპა მინდა და სკოჩერს ეს ნარატივი დრამატულად შეიცვალა, ხო ეს მე იყო არჩევნები და მე იყო ეს 28, სადაც თქვენს რომ არ იქნება ევროპაში. აი ეხლა მოკლედ და ეხლა ომი რაც შეეხება. მე მართალი გითხრათ, ბოლო კვლევებიც კი რაც იყო და დღევანდელი ვითარებაც, ომის თემა აღარ არის ისეთი აქტუალური. აღარ არის ისეთი აქტუალური პროპაგანდისტვისაც მათ შორის. აქედანაც შეგვიძლია დავასკვნათ. იმიტომ რომ ამის დაჯერება გახდა რთული, ომი საკუთრივ უკრაინა-რუსეთის ომი გახდა რუტინა. ზოგადად ომი გახდა რუტინა, სიმწვავე აღარ არის. ერთი. მერე მწვავე ნაწილიც ესეთი, როგორიც იყო კატასტროფები თავიდან, რაც იყო, ხო, ბუჩა, დინამიკაც განსხვავებულია, ხო, კონცენტრირებულია ერთ კონკრეტულ ტერიტორიაზე, ხარკოვის და ასე ვთქვათ, აღმოსავლეთით, ბოდიში და დონეცკის აღმოსავლეთით, ოდნავ ცოტა ქვემოთ ხერსონი, ზაპოროჟიე, კონცენტრირებულია და რუსეთები 100 მეტრს სწავლენ წინ, 200 მეტრს სწავლენ უკან და ეს ასე დაუსრულებლად დავრდება. ამიტომ ეს ბუნებრივადაც მოიხსნა ეს ამბავი, ხო? თან ტრამპის ქარიშხლებია ირგვლივ და რაღაცა თვალსაჩინო ეს მოიხსნა. ეს ბუნებრივია, ხო? ამიტომ თუ რამე დარჩათ კოცებს ომისგან, ეს არის მე ამას ვეძახი მაროდიორული ეკონომიკა, როგორც ჩვენ ახლა გვაქვს, ჩვენი ეკონომიკა არის მაროდიორობა, პირდაპირ ვიტყვი, მაროდიორობა უკრაინა-რუსეთის ომზე. ჩვენი ეკონომიკის ძირითადი წილი ყველაფრისა დგას ამას გინდა დაარქვით სანქციების დარღვევა, შეგვიძლია სანქციების დარღვევადაც არ ავსახოთ ეს, იმიტომ რომ არის პროდუქტები, რომელსაც ვაწვდით სანქციების დარღვევის გარეშე, მაგრამ ეს არის რუსეთისთვის ამ ვითარებაში რაღაცაების მიწოდება თეთრად და კი ბატონო აკეთებენ ბიზნესმენებმა ფული, მაგრამ უნდა იცოდნენ რომ ამას ის ფასი ექნება რომ მილიარდები თუ კი არა და ტრილიონები რომელიც დაიხარჯება უკრაინაში. ამაში ვერც ერთი ის ბიზნესმენი ვერ მიიღებს მონაწილეობას, რომელიც რუსეთთან ვაჭრობდა ომის დროს. აი ეს ფასი ექნება 10 მილიონის გაკეთებას პირობითად ღვინის და ხილის გატანაზე რუსეთში, სანქცირებულ რუსეთში. ეს ფასი ექნება, როცა 100 მილიონები იდგება იქით მხარეს. სამწუხაროდ და ამას ჩვენი ქვეყანაც სხვავს რაღაც თვალსაზრისით. მანქანების გატარება ასე შემდეგ. აი ამაზე, ანუ რაღაცა შემოვლითი გზებით. მაგრამ ეხლა ეს მანქანების ეკონომიკაც კარგავს თავის ძალას, ნახე? მანქანების ეკონომიკა სხვა შორის მეორადი მანქანების ეკონომიკა, ხო? ეს რეიმპორტის ეკონომიკა დაიწყო გილაურის დროს. წინა ხელისუფლების დროს, კონკრეტულად გილაურის დროს და უზარმაზარ ასე ვთქვათ, შემოსავლამდე ავიდა, იყო პერიოდები, როცა 40% იყო საერთოდ შემოსავლის, ხო? და ეხლა რა ხდება? ყაზახეთმა ისწავლა იგივე და რეგულაციები შეცვალა, უზბეკეთმა შეცვალა რეგულაციები, ბელორუსმა შეცვალა რეგულაციები. ანუ გაჩნდა სხვა ხრელები. ეს ერთი. მეორე, რუსეთში არის უკვე სტაგნაციის ფაზა,
რუსეთში ეკონომიკა გაჩერდა, ეს ბუმი სამხედრო ეკონომიკის მიუხედავად იმისა, რომ სანქციები იყო, ამ შემდეგ ნავთობის ფასი დაეცა, ამ შემდეგ 3 წელი რუსეთში იყო ბუმი ეკონომიკური, იმიტომ რომ სამხედრო ბაბლი გაიბერა, ასე ვთქვათ, ეკონომიკა. ეხლა არის სტაგნაცია, 0.5% იყო სულ ზრდა, როცა 10%-ს გადაცდა რა იყო პერიოდი წინა 3 წელიწადში და ეხლა მიდის უკვე რეცესია. წავა მინუსში. ეს რას ნიშნავს, რომ ვერც იპარაზიტირებ ამ ეკონომიკურ, ასე ვთქვათ, ამ საკითხზე. თორე სადაც რეცესია იქ გამორიცხულია, რომ შემოსავალი დიდი ოდენობით სხვაგან მიედინებოდეს. და მივედით მთავარ პრობლემამდე ქოცების, რომელიც სიძლიერე იყო აქამდე, იმიტომ რომ არის ომზე პარაზიტირება, ამორალური, მაგრამ აძლიერებს ეკონომიკასაც და ეკონომიკას აძლიერდება, იქ ხელისუფლება ყოველთვის ძლიერდება. ეხლა ბუნებრივად დასრულდება ეს პარაზიტირება, არ გვინდა ბევრი მკითხაობა, თავარი მიზეზის გამო რუსული ეკონომიკის რეცესიაში მანქანები არავის არ გაახსენდება, რომ იყიდოს. რუსს არ გაახსენდება, ფული არ ექნება ბუნებრივად. არც ღვინო არ გაახსენდება არავის. ეს ყველაფერი დავა იქამდე, რომ პური და ყველი დაჭირდებათ მხოლოდ. და საქართველოს პური და ყველი იქ არავის არ ჭირდება. ამიტომ ეს ამბავიც დაიხურება ძალიან მალე. და ქოცების პრობლემები ამ წლის სექტემბრისთვის უკვე იქნება ძალიან ხელშესახები. და ქოცებმა ააშენეს იმ ტიპის რეჟიმი, რომელიც ეყრდნობოდა სოციალურ ბერკეტებს, ლევერიჯებს, მოდი ასე ვთქვათ რა, სოციალური ხრახნებით ჰქონდათ გაპოხილი მაქსიმალურად. ეს არის ძალიან მოსახერხებელი საქართველოსთვის, კი არა და ყველგან საერთოდ, იმიტომ რომ სოციალური ასე ვთქვათ პროტესტი საქართველოში არ ყოფილა, მაგრამ სოციალური მდგომარეობა, ანუ სამართლობასაც ამაში ვამატებ, ყოველთვის იყო წამქეზებელი და მე პოულობდნენ პატრიოტულ თემას, რომელზეც გამოდიოდნენ, ამას ელოდებოდნენ. მაგრამ სოციალური ხრახნები, რომელიც გაპოხილი ქონდა ოცნებას, ყველა ვარიანტში მოიშვება. ეს ეთყობა განათლებაში რა სიგიჟეებსაც აკეთებენ და ჩვენ შორს მიმავალ გეგმებზე როცა ვლაპარაკობთ, მე ბოლომდე ამ თლად ამას არ მივყვებოდი, ანუ რა თქმა უნდა ანგრევენ განათლების სისტემას, მაგრამ რატომ ანგრევენ, ეგ არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ სუსტ რეჟიმებს არ აქვს გრძელვადიანი ასე გათვლები. სუსტ რეჟიმებს და ეს რეჟიმი სუსტია. აქვთ ყისიერი, მოკლევადიანი ამოცანების. ეხლა ამ წამს ძალიან სერიოზული საბიუჯეტო პრობლემაა ეკა. მე ზუსტად ყველაზე დიდი საბიუჯეტო წილი სოციუზრუნველყოფის მერე არის განათლება. ყველაზე დიდი სოციუზრუნველყოფიდან ფულის გატანა არის კატასტროფა, ეს ნიშნავს პენსიების გაჩერებას, ვერ დარიგებას, ეს არის რევოლუცია მეორე დღეს. ოღონდ არავინ არ ვიქნებით ჩუვაში ისე მოხდება. მეორე ნაწილია განათლების სისტემა. განათლების სისტემას აკლდება 15%, მეგობრებო, სულო თავი დავანებოთ, ვის გაყრიან, არ გაყრიან, პირდაპირ აკლდება, კაცო, 16 წლიან განათლებას, ანუ 12 პლუს 4 პლუს 2, უბრალოდ 18 წლიან განათლებას აკლდება 3 წელი და მე 6-დი, ეს და 15%-ია. როგორც 3 წელი აკლდება, ისე 15% აკლდება ბიუჯეტს. უჭერთ და უნდათ დაზოქვა, იმიტომ რომ რომ უჭერთ, მეგობრებო, არის ყველაზე მნიშვნელოვანი სიგნალი. ეს სიგნალია, ეკა, ბოდიში განათლების ამგვარად მოქცევა განათლება თან, ნუ გაყიდვებით. ხო, ეს ისეთი თემაა, ხო. არა, მე ამას ვამბობ როგორც ინდიკაციას, რომ ფული უჭირთ, თორე სხვა ინდიკაციებიც არის ამისი. მაგრამ ეს ძალიან თვალნათელი საკითხია. კი, და აბსოლუტურად მოვყვები. ანუ ფული აქვს ჯერჯერობით ბევრი, მაგრამ და ამ ფულის არა, ეხლა გაიტანეს ქართული ფონდები, გაიტანეს ჩინეთში. მე ბატონო რომანმა დაწერა და შოკში ჩავარდი, მაგრამ ნახე მე თლად ბოლომდე ამისიც არ მჯერა, იმიტომ რომ ჩინეთში მე არ ვიცი ქართულ ფონდებში რა ხდება, ბატონი რომანი ხშირად სხვა შორის კოცილიძე კითხვას რომ არც ვიცით ესენი რას ყიდიან, რატომ ყიდიან, როდის ყიდიან, ამ შემდეგ რა დაგვრჩა ისიც არ ვიცით სავარაუდოდ. ჩინეთში გავიტანეს რომ ამბობდა განვათავსე. არავინ არ იცის, იმიტომ რომ ჩინეთიდან ამ ინფორმაციას ჩვენ ვერ მოვიპოვებთ. დასავლეთის ბირჟაზე რო გაიტანე, ჯერ თუ აღარაფერი ვეღარ გააქვთ, აქედან დავიწყოთ. რო ვერ შემოაქვთ ეს მეორე საკითხია. და თან დასავლეთში რაღაცა რო ვერ გაგაქვს რამის ხო არ გეშინია შემთხვევით. რისიც მაგალითად რუსეთს ეშინია ბელგიაში გაყინული თანხების სახით, ხო? აქ რაღაცა ისეთი ხდება, ხელისუფლების ცვლილების მაგიტომაც ეშინიათ ქოცებს, რომ აქ ისეთი რაღაცები ამოვა ამ კანალიზაციიდან. წარმოდგენაც რო არ შეგვიძლია მასშტაბების თვალსაზრისით და აი ყველაფრის კადრების თვალსაზრისით. ანუ ბევრი რამე, მოდი ერთი კბილებზე ვილაპარაკოთ ავტორიტარიზმის კბილებზე და მე უკვე მინდა ნიკა გვარამია როგორც პოლიტიკოსი, ახლა არ ხარ ანალიტიკოსი. ანუ მეორე ნაწილში მინდა როგორც პოლიტიკოსი. კბილები რა არის? ეს არის სამართალდამცავი სტრუქტურები, კულტები, რომელზეც დგას და
აი ქართულმა ოცნებამ აბსოლუტურად სწორად თქვი, იპარაზიტა და ძალიან დიდი სარგებელი მიიღო უკრაინის ომისგან. ერთი რომ უზარმაზარი შავი ფული შემოვიდა, უკონტროლო ამ შავი ფულით გააკეთეს ის, რომ შეყარეს ძალიან ბევრი ადამიანი სამართალდამცავ სტრუქტურებში, იმიტომ რომ როდესაც იყო გამოსვლების ძალიან დიდი ტალღა, მიხვდნენ რომ ვერ უმკლავდება ამას სამართალდამცავი უწყებები, ამიტომ უკან დაიხიეს დროებით ტაქტიკურად შეყარეს ეს ხალხი, რაღაცა იდეოლოგიური ტვინის რეცხვა მოუწყეს და შემდეგ ამ კუნთებით გადაგვიარეს 1 წლის წინ. ამის შემდეგ მოხდა ის, რომ ესენი უმძიმესად დასანქცირდა, კიდე ერთხელ ვიტყვი, რომ ისეთ სანქციებში ამოყვეს თავი, რომლითაც თავის დახსნა არ შეუძლიათ, გომელაური იქნება ხარება თუ ასე შემდეგ, ყველაზე მძიმე სტიგმა აირტყეს და გაჩნდა კითხვები თუ ხარებას უშვები, მაგრამ ყველა მოხსნეს შემდეგ, ვინც ესე მძიმედ დასანქცირებული იყო და გაჩნდა კითხვები, რომ ამ ხალხს რო ესე უშვებიან და ესე უქნეს ამ დამსახურებისთვის, ეს ხო მორალურად ანგრევს. ძალიან ბუნდოვანია და ეს ოცნების პირობებში იშვიათად მომხდარა. ბუნდოვანება ამ მხრივ არ არის კარგი პასუხი. ჩვენ ვხედავთ, რომ დიდი დარბევები კი არა და პრაქტიკულად დარბევები ვეღარ არის სპორადული, ასე ვთქვათ, ადამიანების დაკავებები და კიდევ ერთხელ ამ გიჟურ კანონებს რო იღებენ, ეკა, ეს ყველა მიცის, რომ ფასი აქვს ამას რა, ამისთვის იხტიფას, მე რა სიგიჟე გააკეთე შენსავე ქვეყანაში, ხო? რაც უფრო მეტ სიღრმეში მიდიხარ, ეს შენი საფლავის სიღრმეა, ეს მწვერვალის დაპყრობა ხო არ არის? საფლავის სიღრმეს ადიდებს შენსას, ხო და ამ კანონებს რო იღებენ, რომ ადამიანი ტროტუარზე დგომისთვის უნდა დაიჭირონ, რატო იღებენ? იმიტომ რომ მასობრივი დარბევების თავი აღარ აქვთ. მხოლოდ ამიტომ, კანონი სადაც ჩდება, როგორც ასე ვთქვათ, ლეგალისტური რეპრესიის ინსტრუმენტი, ეს ნიშნავს, რომ სადღაც ვერ აკომპენსირება, ძალა ილევა როგორც რეპრესიის ინსტრუმენტი, ძალას ეკარგება, შესაძლებლობები, როგორც კუნთის შესაძლებლობები, ნელ-ნელა სადღაც განილია ეს კუნთი, ხო? რაღაცა მე არ ვიძახი, რომ საერთოდ განილია, მაგრამ სადღაც რაღაცა დამთავრდა. რაღაცა წესრიგში არა. მე არ უნდა დაგვაიწყდეს ჩვენ ამ მოწამვლის ძალიან სერიოზული ისტორია. ეს ძალიან მძიმე ამბავია და ეს კიდია, ეხლა ორი რამე მოხდა ამ კვირაში, რომელიც უნდა დაუბრუნდეთ კიდევ ერთხელ ამ ისტორიას და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავივიწყოთ. პირველი მოსკოვის მექანიზმის ამოქმედება, რაც, წარმოუდგენელი ამბავია სინამდვილეში, საქართველოს კი არა, ნების ევროპის ქვეყნის რეალობაში ეს არის წარმოუდგენელი ამბავი. ეს მოხდა ჩეჩნეთში, ეს მოხდა ბელორუსში, წარმოუდგენელი ამბავია სინამდვილეში და უფრო მეტმა სპონსორი ყავდა ამ, ასე ვთქვათ, მექანიზმის ჩართვა საქართველოს შემთხვევაში 24, ვიდრე ბელორუსის შემთხვევაში ქონდა აი იმ წარმოუდგენელი არჩევნების დროს 17 იყო. აქ ძალიან დიდი კონსენსუსია, ძალიან ფართო კონსენსუსია, მაგრამ ამავდროულად შინაარსობრივად ძალიან მყარი კონსენსუსია, რომ ეს ქვეყანა ავტორიტარიზმია. არავით არ ჰიბრიდული რეჟიმი, არავით არ მცოცავი დემოკრატია. ეს მნიშვნელოვანი მიღწევა და მეორე, BBC-მ გასცა პასუხი ქართულ ოცნებას ამასობაში. უთხრა, რომ ნახვამდის კარგად იყავით, არავით არ სასჯელი, დასჯის, ჟურნალისტების დასჯას მე არ ვაპირებ. უკვე პასუხი გასცა მათ საჩივარს და უთხრა, რომ უსაფუძვლოა თქვენი საჩივარი, ჩემი სიუჟეტი არის რეალური. და არაფერი არ არის ამაში დარღვეული. ეს თემა არსად არ წავა. და რა თქმა უნდა, ჩვენც უნდა ვიაქტიუროთ იმისთვის, რომ ეს თემა არსად არ წავიდეს. ძალა გახდა სახიფათო ბიზნესთვის ძალის გამოყენება. და ზოგადად ძალის გამოყენება ყოველთვის სახიფათოა, იმიტომ რომ სად მიტრიალდება, ეს არავინ არ იცის. მეორე, ეს სისტემა, რომელიც დახშულია, ხო, ეს ხო რაღაცა ენტროპიის კანონივით არის, დახშულ სივრცეებში ყოველთვის დიდია ქაოსი. მაგრამ ამას აქვს თავის საშიშროებები, რომ წნევა იზრდება და შეიძლება ამან აფეთქება გამოიწვიოს. ამიტომ რაღაცა ნახვრეტები გჭირდება. მაგრამ ნახვრეტებს კიდე თავისი რისკი აქვს. ამით თუ ძალიან გაერთე, შეიძლება უწევ ისეთი იხულოს, რომ ეს ვერ გააკონტროლო და ამანაც გახიოს, ხო? ეს არ არის მარტივი თამაში, თან ჩვენ კი ვიღლებით, ეკა, მაგრამ ამით წნევით ჟონგლიერობა, რასაც ბიძინა აკეთებს, ხო, საზოგადოების წნევით, თან ძალიან ცუდი შემსრულებლების, მე რა რომ ბევრი ფულის მეშვეობით ეს უკაცილებით უადვილდება ვიდრე ჩვენ მხარეს, ხო, მე გულისხმობ რუხაძის იმედს, უბრალოდ ყოფილ რუხაძის იმედს და რუსთავიორს ხო, საერთოდ წარმოუდგენელი ამბავია, ხო, ცასკოლა წარმოუდგენელი ხო, ეს ძალიან რთული პროცესია და მუდმივ ტონუსში ყოფნას მოითხოვს და ეს არ არის მარტივი. თან
ირაკლი კობახიძე ცალკე პრობლემაა, ეს არ არის სტაბილური კაცი, რომელმაც შეიძლება უცებ ისეთი მოუვიდეს, რაც მაგალითად მოუვიდა შევახსენებ ყველას 20 ივნისის ამბავზე. მნიშვნელოვანი ნაწილი ამ ყველაფრის ექსცესურიც იყო. ირაკლი კობახიძის პასუხები მაგალითად, რამაც კიდევ უფრო მეტი ხალხი გამოიყვანა, ვიდრე იქ გავრილოვის დანახვამ, ხო? ანუ ეს ხო მარტივი ამბავი არ არის, ეს ჩვენ მარტო ჩვენ ხო არა ვართ მძიმედ, მოდი ასე ვთქვათ რა და თან ჩვენ მძიმედ ვართ უფულობის გამო და ისინი მძიმედ არიან სერიოზული პრობლემების, ბევრად უფრო მძიმე დანაშაულების გამო, საკუთარი დანაშაულების გამო. აი მაგაზე გადავიდეთ, მოკლედ ეს ნაწილი რო შევა ჯამოთ, რა აქვთ მათ, რა არის სისუსტე? ამიტომ კუნთებს რაც შეეხება ბოდიში. კუნთები, ანუ ტვინის რეცხვა პოლიციაში და შემდეგ. ამანაც ამოწურა როგორც ჩანს თავისი ლიმიტი. ჯერტი მან თხარება არ არის მთავარი ამბავი, მაინც ლილუაშვილის დაჭერა უფროა. იმიტომ რომ ეს არის ის და იმის მოხსნა, რა ქვია, გომელაურის მოხსნა, ეს არის ერთი, მეორე, რაზე ჩვენ ვლაპარაკობდით, რომ ესენი ოპორტუნისტები არიან და მათი ასე ვთქვათ, იდეოლოგია არის სინამდვილეში პროპაგანდისტული აცმა ამბების, ხო? მძივი რაღაცა პროპაგანდისტული ამბების, ხო? ეს მარტივად და სწრაფად მიღწევად ახდის რაღაცა კონკრეტულ ამოცანებს, რომ შენ გითხრა, რომ ამათ ერეკლი არ უყვართ პირობითად იმ პოლიციელს და მე ჩემთვის ვთქვამს, რომ მაგალითად პოლიციელს, რომელსაც დაუპატიმრები ვარ და ადმინისტრაციული წესი და მივყავდი მარნეულში, რომ არა თქვენო იგონებთ ამას ყველაფერსო. მაგალითად ამდობის პოლიციელი იყო თან ახლა ეთყობო. არა სისულელე რა ევროპისკენ მიდიანო და თქვენო გინდათო რომ აქ ვიღაცეები რაღაცა. ნუ აი რა ნარატივიც არის რა ვიღაცეებმა იქორწინო LGBT-ში. აი ეს სისულელე. სულ სერიოზულობით მე მივხვდი უბრალოდ ტვინის გამორეცხვა ჩვეულებრივი, მაგრამ ამას აქვს სიმარტივესთან ერთად, ამას აქვს არამდგრადობა. ადვილად აორთქლებადია, მოდი ასე ვთქვათ რა. თუ რეალურად აი ეს რასაც შენ ამბობ, რომ ეს იდეოლოგია არის რთული ჩასადები ტვინში, ბევრად უფრო დიდ ძალისხმევას საჭიროებს ვიდრე პროპაგანდისტული ნარატივები, მაგრამ თუ ჩადევი ის გაცილებით უფრო მყარად და ხანგრძლივად არის. ამის არც ტვინი აქვს და არც დრო უკვე ქართულ ოცნებას, თუმცა მცდელობები ქონდა ძინათ ივანიშვილს, რაზეც ვილაპარაკეთ და ეს არ გამოუვიდათ. ამას რესურსი სჭირდება, მართლა ადამიანურ ტვინის რესურსი სჭირდება რა, რაც უნგრეთში მოინახა მაგალითად და რუსეთში ხო მოინახა თავისთავად. ცხადია და იდეოლოგიები იქ იყო. აქ არ იყო, ამიტომ წავიდნენ მარტივი გზით, იმედის მეშვეობით, იაფფასიანი პროპაგანდის გზით, რომელიც სამდღიანია, ბრტყელია, მაგრამ იმ წუთში აკეთებს იმას, რაც შენ გინდა, ან ცეცხლს აქრობს, ან პირიქით ვიღაცას გაპირისპირებს, ხო, მაგრამ ეს ადვილად აკროლადი ამბავია და ეს ამანაც ამოწურა თავისთავად. აქ LGBT ქორწილები არ არის და ეს ჯარისკაცები არ დაწასულან ბოდიში პოლიციელები თუ სუსელები თუ ასე შემდეგ. აქ ვინც ამას უყვებოდა რომ აი ამ დაამპლებს უნდათ ეს თუ რაღაცა ციხეში არიან თავად. აქ ხედავენ რომ ადამიანებს ახლა რაღაცეებს ითხოვენ ისეც რომელიც არ შეიძლება რომ უარი უთხრათ თლა ტროტუარზე დგანან და ტროტუარზე დგომისთვის ვინც იჭერს იმასაც პრობლემა აქვს ამასთან დაკავშირებით. ის კი აკეთებს უკანონო დავალებას კი ასრულებს, მაგრამ ხო ხდება რასაც აკეთებს, ხო? და მით უმეტეს მისი მაყურებლები აღარ არის მარტივი, ეგ აბა რა გონია, რატო არ არის ეს რაღაცა, თუნდაც ტიტუშკებიც კი რატო არ არის. სად წავიდა ეს ყველაფერი? ხო არ გაქრა? აღარ ჭირდებათ, რა თქმა უნდა ჭირდებათ. და რა თქმა უნდა კიდევ უფრო მეტად დაჭირდებათ, მაგრამ ამ რესურსულად ეს უკვე ამას ხო ლიმიტები აქვს, ყველა რესურსი ამოწურვადია. ეს უკვე ნელ-ნელა რედუქციას განიცდის. მათ არსენალს მნიშვნელოვანი მექანიზმები, იარაღი არ მინდა შეგნებულად ვიხმარო, მნიშვნელოვანი მექანიზმები მოაკლდა, გაიცვითა, ან overused, როგორც იტყვიან, არის, ანუ იმდენად ჯერ გამოიყენეს, რომ უკვე აღარ იმუშავებს. გასაგებია, მე ერთ ჭეშმარიტებას ვენდობი, რომ რაც უფრო ბევრი კანონი და სულელური კანონი და რაღაცა სიგიჟეები შემოაქვს ნებისმიერ ძალაუფალს, ის მით უფრო სუსტია, იმიტომ რომ თუ ძლიერია ძალაუფლება, მას არ ჭირდება ახალი გიჟური კანონების შემოტანა, იმიტომ რომ ეს ნიშნავს, რომ ძველი კანონები თუ მუშაობს, ახალ კანონებს აღარ ამატებ. ძალიან მარტივია, ანუ ასე მუშაობს ძალაუფლების სტრუქტურა.
მე ობიექტურად ხედავ ძალიან დიდ სისუსტეს იქეთ მხარეს, ხედავ ჩამოშლის ძალიან დიდ პოტენციალს, მაგრამ აქეთ გვაკლია ის, რაც ამ ჩამოშლას ამ კაპიტალიზაციას გააკეთებს რაც ამ ჩამოშლას უფრო აჩქარებდა და რითაც შედ მოახდენ მათი სისუსტეების კაპიტალიზაციას. ეხლა მითხარი რა გვაკლია? ფული ცალსახად გვაკლია, ფული უბრალოდ არ არსებობს. ფული პირველ რიგში ჩემი აზრით. ეს არის რესურსი, მოკლედ ფულადი რესურსი, რაც ელემენტარულ რაღაცებს ჭირდება, ხო? ყველაფერს რომ თავი დავადებოთ. აქ არის უკიდურესი ასიმეტრია. პირველ რიგში ფული, ასიმეტრიაც კი არ არის, იქით არის უამრავი და აქეთ პრაქტიკულად არ არის. პირველ რიგში ფული, ეს გამოიხატება პარტიების და მაგრამ ეს ჩვენი არჩევანია, იმიტომ რომ ჩვენ რა ვიცი, შეგვიძლია გქონდეს ფული ამ ბიზნესგან, ამ ბიუჯეტისგან, მაგრამ ყველაფერი დანარჩენი, რაც ვილაპარაკეთ და გამოგვივიდა, ის არ გამოვიდოდა მაშინ. არ გამოვიდოდა უბრალოდ და მორჩა, ხო? ესეთი არის ცხოვრება რეჟიმებში, ხო? შენ გააქვს ფული ყოველთვის გქონდეს რეჟიმში. ვინც არ უნდა იყო, მაგრამ ყოველთვის შეიძლება გქონდეს, არ ნიშნავს, რომ ეს უნდა გქონდეს. ანუ იქ არჩევანი ისეთი გაქვს, რომ ან სწორ მხარეს ხარ, ან არ სწორ მხარეს მოკლედ რა, ძალიან ხშირად ფული თუ გაქვს, არასწორ მხარეს ხარ. ეს ესეა. კი ბატონო, რეჟიმებში ეს ნამდვილად ასეა. მაგრამ ეს არ აუქმებს იმ ჭეშმარიტებას, რომ ფული საჭიროა ბრძოლისთვის. ჩვენ ვაკლია სოლიდარობის ნებისმიერი გზა ამოგიქოლეს. აი ყველაფერს ქოლავენ საერთოდ და ყველაფერ კანონგარეში აცხადებენ. ყველაფერს აბსოლუტურად ყველაფერს. იმიტომ რომ ეშინიათ ფული რო კონდეთ. აქ მივდივართ მეორე პრობლემამდე. ეს არის სოლიდარობის არქონა საზოგადოების იმფენების მხრიდან, ვისაც ეს შესაძლებლობები აქვს. სოლიდარობის არქონა ერთის მხრივ, შიშრობა ასევე, სამწუხაროა ძალიან, ზოგადად ბიზნესი თავისი ბუნებით მშიშარა ამ თვალსაზრისით, ხო? და ეს ძალიან ნორმალურია და ამის გამო, ხო, მოდი ესე დავარქვათ, მაგრამ ამის გამო არ შეიძლება მათი გაკიცხვა, მოდი გულწრფელები ვიყოთ, მაგრამ ეხა ეს უკვე მართლა ნამეტანია რაც ხდება, იმიტომ რომ ეს უკვე მართლა უკიდურესად სიფრთხილიდან გადავიდა სამარცხვინო შიშრობის რანგში. რაღაც თვალსაზრისით კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა. არც კი მინდა რომ დავასახელო გამონაკლისები. გადავიდა, ჩვენ არ უნდა ვთხოვდეთ ბიზნესს შეიძლება ბარიკადებზე დგომას, მაგრამ ბარიკადებზე ვინც დგას, იმისთვის ერთი ხაჭაპურის ყიდვა მაინც ხო შეიძლება. აი პირობითად რო ეს სქემად რო წარმოვსახოთ ის ვინც იბრძვის ბიზნესმა ხო ძალიან კარგად იცის ვინ რისთვის იბრძვის ვინ არის მართალი და ვინ არის მტყუანი ბიზნესმა ხო ძალიან კარგად იცის ვისი ამ ქვეყანაში ხელისუფლებაში ყოფნა უფრო აწყობს საკუთრივ მას თუნდაც იმ ბიზნესს ვინც ბიზნეს ხარჯზე იშოვა ფული ელიტის ნაწილი ვინც არის იმ ბიზნესმა ძალიან კარგად იცის რაც ხდება იმიტომ რომ საკუთარი ბიზნესები რო დაიბარეს და ფული დაწე ფასი დაწია ეს გააკეთე რო ეუბნებიან მანამდე საკუთარ უელიტარულეს ბიზნესმენებს რაღაცეები რო ჩამოართვეს და ეგრე შეგახსენებთ ვის რა ჩამოართვეს ღარიბაშვილის ესე ვთქვათ ღარიბაშვილთან ასე ვთქვათ სასტავში ყოფნის გამო ეგერ ლაგუნავერე ჩამოართვეს მის ფლობელს აგერ პირდაპირ გეუბნებით ხო იყო ნუ ერთ-ერთი ჩვენი საერთო ნაცნობის სახელზე იყო თუ რა ვიცი როგორც იყო მაგრამ ჩამარიკა ვერულაშვილის და მისი ქმრის ჩამოართვეს ჩვეულებრივად ეხლა არის მაგ გადააფორმებიეს მაკა ასათიანი შვილის სახელზე ესეთი ბევრი რამე ხდება ძალიან ბევრი რამე ხდება ხო და ეს ხო ჩანს ეს ბიზნესმენები ხო ხედავენ რომ მათ იჭერენ ამ ბიზნესმა ხო იცის რომ კოცების პირობებში შანსი არ არსებობს უბრალოდ რომ მაგალითად იყოს ქონებრივი ამნისტია ან საგადასახადო ამნისტია ამ შემდეგ ჩვენ უნდა ველაპარაკოთ ჩემი ასთან ბიზნესმენებს რომ კი ეს ყველაფერი რომ შეიცვლება ბევრი რამეზე ჩვენ თვალებს დავხუჭავთ ბევრ რამეზე ამაზე ლაპარაკი თუ არ გვინდა და რა ქვია ქნამართლისა სამართლისა ხესა შეიქს ხმელსა ნედლად ვიძახეთ ყველაფრის პასუხად მაშინ მოდი ასე ვთქვათ ასეთი რიგიდულობის პირობებში შეიძლება წელში გადავთხრდეთ. მე მესმის რომ მოქნილობა შეიძლება ყოველთვის სამართლიანი არ იყოს,
მაგრამ ზოგჯერ უნდა უფრო მეტი მიზნისკენ მიმავალი გზა მოქნილად გავიარო ჯობია, ვიდრე შუაში ისტორია სამართლიანი არ არის და არც აბსოლუტური სამართლიანობა არ არსებობს. იცი რა, სამართლიანობა არ არის ისტორიის მთავარი ამოცანა. არც სახელმწიფოს მთავარი ამოცანა. სახელმწიფოს მთავარი ამოცანა მისი ასე ვთქვათ, მოქალაქეების ბედნიერება. გამოთქმა სამართალი უნდა ახსულდეს, ქვეყანა თუნდაც დაიქცეს, არის აბსოლუტურად სხვა რამეზე და ქვეყანა არ უნდა დაიქცეს არასდროს და არც ერთ შემთხვევაში. და მაშინ ამ კონტექსტში ვიტყვი, რაც თქვი, რომ აი ეს ყოფილი ჩინოვნიკები, რომელიც დიდი დამსახურებაა. არ, მე ამ შემთხვევაში ელიტარულ ბიზნესმენებზე ვილაპარაკე უფრო. არა, თქვი რომ ლილუაშვილი და ღარიბაშვილი. ეს სხვა შემთხვევა, ლილუაშვილი და ღარიბაშვილის პოლიტიკური პატიმრები არიანო და მე მაგას დიდი ამბავია ტყდა სხვა შორის. აუტეხიეთ, მე არ ვიცი ეხლა ტელეფონი ეხლა გამიჩნდა მხოლოდ და არ წამიკითხავს ბევრი რაღაცა, მაგრამ საერთოდ ამის თქმა არა თუ არ მიტყდება, ჩემ პროფესიული ან მე პროფესიით იურისტიც ვარ, ხო, პოლიტიკოსთან და რა ვიცი, ორდენს ჟურნალისტთან ერთად. პოლიტპატიმრობის კრიტერიუმი არის ერთადერთი. თუ ადამიანი დაჭერილია მიკერძოებული პროკურატურის და უკანონო სასამართლოს პირობებში პოლიტიკური მიზნით, ეს არის განმარტება პოლიტპატიმრობის. პოლიტპატიმარი არ ნიშნავს აუცილებლად, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია. სანამ არსებობს ადამიანი დაჭერილია ვიღაცის სურვილის გამო და პრეზუმპციით ვიღაცის ვარაუდით და ან ვიღაცის სურვილით, ის ვერ იქნება კანონიერი პატიმარი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ხალხთან დაკავშირებით სამართლიანი სასამართლო არ უნდა შედგეს. რა თქმა უნდა შედგეს. უბრალოდ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაჭერილი ლილუაშვილი კომიკური ისტორიაც არის. და ამას გარდა, კაფეოდ პოლიტიზირებული ისტორიაა, რა თქმა უნდა. და ვიღაცამ თქვა სხვა შორის დაუწერიათ, რომ ლილუაშვილიო ამის ცოლის ნათესავია, ჩემი ცოლიც ლილუაშვილია და არა მეგობრებო, საერთოდ არანაირი კავშირი მათ შორის არ არის. შეიძლება თუ არა ბალანსის პოვნა იმაში, რომ ადამიანებს, ვინც იბრძვის აქ საშინელი უსამართლობის განცდა, აბსოლუტურად სამართლიანობა, ძალიან ბევრი რამე დაკარგა, რომ პოლიტიკოსებმა ილაპარაკონ იმ ენაზე, რომელიც მათთვისაც მისაღები იყოს და გარდა ამისა, მოსახლეობის რაღაც დიდ ნაწილს გაუჩინოს ასევე უსაფრთხოების შეგრძნება, რომ თქვათ, ამათი ხელისუფლებიდან წასვლის შემთხვევაში ქვეყანაში იქნება სიმშვიდე, ნორმალური სიტუაცია, ყველაფერი არ გადაყვება რევანშ და ასე შემდეგ. ხო, მოდი. აი, შესაძლებელია თუ არა, რომ ამ ორ სეგმენტს ერთი და იგივე პოლიტიკური ძალა მიწუდეს, იმიტომ რომ მე მგონია, რომ თუ ვერ მივწუდით ამ ორ სეგმენტს ერთდროულად, მაშინ თამაშს ვერ მოვიგებ. აბსოლუტურად შესაძლებელია. აბსოლუტურად შესაძლებელია. ჯერ სწორად უნდა დავინახოთ აი ეს მეორე კატეგორია. პირველი კატეგორია მეტნაკლებად გასაგებია და ბევრად უფრო მარტივი, ხო? ეს კატეგორია თვითონ კარნახობს და გეუბნება რა უნდა გააკეთო, როგორ უნდა იარო და მოითხოვ შენგან ერთადერთს იყო თანმიმდევრული. კი ბატონო. და ეგ მართლა უქროს ხალხია სინამდვილეში რა, ყოველგვარი იმის გარეშე რა ქვია, ხუმრობების გარეშეც. მართლა უქროს ხალხია, რაღაცა უქროს სტანდარტს ადგენს, მორალურს მათ შორის და არა მხოლოდ პოლიტიკურსაც. მეორე კატეგორიაში უნდა გაიმიჯნოს ჩემი აზრით ის ხალხი, ვისაც მოგონილი აქვს უბრალოდ ტექსტი, ისინი თუ არა მაშინ ვინ, კი ცუდები არიან, მაგრამ მაშინ ვინ და ეს არის კომფორტის ზონის შექმნა, სინამდვილეში კოცები, მაგრამ არის ბევრი ადამიანი, ვისაც ზოგადად ცვლილებებს ეშინია, ანუ სტატუს კვოს შეცვლა არ არის მარტივი ამბავი, ხო? ზოგადად ეს არის ცვლილებების შენ რო იღებ მონაწილეობას ისეთ ცვლილებებს ზოგადად რთულია. შენს ირგვლივ რო ხდება მაშინას, მაგრამ შენ თვითონვე თუ უნდა მოიტანო, ამას კიდე დამატებითი მზაობა ჭირდება. ამ ხალხს რა ჭირდება ჩვენგან პირველ რიგში? ამ ხალხს ჭირდება უფრო მეტი ლაპარაკი იმაზე, რატომ იცხოვრებს ის უკეთესად? რატომ მიუახლოვდება ის უფრო მეტად ბედნიერებას და კარგ მომავალს და განსაკუთრებით მისი შვილები? აი ეს არის ხალხი, რომელსაც უფრო მეტად აინტერესებს და ვიზეც სხვა შორის ემოქმედება უკეთესად შეიძლება მათი შვილების მეშვეობით. ეს ხალხი კმაყოფილი არ არის, მაგრამ ეს ხალხი ვერ ხედავს ალტერნატივას, ძალას, ცენტრს, ალტერნატიულ ძალის ცენტრს, რაც გვინდათ ის დავარქვათ. კი ბატონო. რა არის შანსი, რომ ეს გამოვიდეს? და რაზე დგას ეს შანსი? რას გულისხმობთ ერთობაში? მე ჩემთვის მნიშვნელოვანია ის არ არის ნამდვილად რომ ყველას ერთმანეთი გვიყვარდეს. ჩემთვის მნიშვნელოვანია რომ სწრაფად გადაწყვეტილების მიღება შეგვეძლოს და ეფექტიანად ამ გადაწყვეტილებებს ახსრულება. აი ეს მგონია სწორი. ასეთ ვითარებებში შეცდომების დაშვებაც არ არის პრობლემა.
იმიტომ რომ შეცდომების გამოსწორება, აღიარება და გამოსწორება შეიძლება. მექანიზმი რა არის ამ მექანიზმი არის ვეტოს უფლება, უარი ვეტოს უფლებაზე მსხვილ მოთამაშეებს, უარი აბსოლუტურ კონსენსუსზე ნაკლებად მსხვილ მოთამაშეებს. მოდი ასე ვთქვათ. იმიტომ რომ რეალურად შინაარსობრივად ორივე უმრავლესობამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და ამ უმრავლესობას უნდა დაემორჩილოს. უმრავლესობა მიიღო გადაწყვეტილება, აღასრულა ყველამ. კი ბატონო. შეიძლება თქვა რომ იცი რა მე არ ვეფხრობოდი ამას როცა მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, მაგრამ ვემორჩილები, იმიტომ რომ ესეთი ბორდია. დღეს გვარამიამ არ ეხთანხმება, მაგრამ ემორჩილება, იმიტომ რომ სხვებმა გადაწყვიტეს, ხვალ კვესიტაძე გადაწყვიტა და კვესიტაძე არ ეთანხმება და ემორჩილება. იმპლემენტაციაში იღებს მონაწილეობას, უბრალოდ ემორჩილება ჩუმად კი არ არის. იმპლემენტაცია თამაშიც ასე არის ეს. პარტიაშიც ესე ხდება რეალურად, ხო? ყველა ერთ ასზე, ხო ყოველთვის არ არის, მაგრამ რაღაცა გუნდური თამაში წესები აქვს, გუნდური თამაში არის ეს. ერთმა ვეტოს უფლება გამოიყენა ყოველთვის და თუ ესე არ იქნება, მე უბრალოდ არ შემიძლია რომ ამას მივიღო მონაწილეობა, ამიტომ წავედი. ეს არასერიოზულია. მაშინ გუნდურობა არ ახარ გუნდურობისთვის მზად და მაშინ წასული უნდა დარჩე განზე. ანუ თუ ამ მექანიზმზე მაგრამ ასევე სიგიჟეა ეკა სრული კონსენსუსის თეორია, რაღაცა კონკლავია და უნდა ველოდო თეთრი კვამის ამოსვლას. ერთიც და მეორეც არის ჩიხი. კი. ცალსახად. მაგრამ აი ამ მექანიზმს რა ფორმატში ხედავ? ამ ფორმატში არის თუ არა მოაზრებული, ვთქვათ, აქტიური საზოგადოებრივი ჯგუფები, რომლებიც ამ პერიოდში ძალიან დიდ საქმეს აკეთებდნენ. ანუ რა ფორმატს ხედავ, სადაც შეიძლება ეს მექანიზმი? რაც უფრო ფართო იქნება ეს ფორმატი, ანუ ჩემთვის მნიშვნელოვანი არის მექანიზმის გამართულობა. მე ამის შევსება აქტორებით ან რაც მე მივდივარ პრინციპით რაც მეტი უკეთესი. მე ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის თანათავმჯდომარე ვარ და მე არ მეშინია რომ მე ერთი ხმა მქონდეს პირობითად და რომელიღაც საზოგადოებრივ ჯგუფს რომელიც ახლა რეალურად შეიძლება იცოდეს ბევრად უფრო ცოტა ადამიანმა, იმიტომ რომ ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს ის რომ ჩვენს ირგვლივ რო გვიცნობენ ან სოციალურ ქსელებში რო გვიცნობენ ან თუნდაც ტელევიზიით გვიცნობენ, ის არ ნიშნავს რომ ამორჩეველი გვიცნობს ან თუ გვიცნობს გვაკავშირებს მაგალითად რაიმე თვალსაზრისით პოლიტიკასთან. ეს განსხვავებული ამბავია, ხო? ეს არ უნდა აგვერიოს, მაგრამ მე მაგალითად ამის არ მეშინია. მე არც იმის არ მეშინია რომ გამოვიდე და ვეტოს უფლების ნაცვლად გამოვიდე, დავდგე და დავარწმუნო ადამიანები რომ მე ვარ მართალი და ასე ჯობია წავიდე. მე ამის არ მეშინია, არც იმის არ მეშინია თუ ეს არ გამომივიდეს სხვისი იდეა გაიმარჯვებს. გასაგებია და შეცდომებიც მოსულა. თავარია რომ შეცდომები რო დაუშვებთ, შევხედოთ, ვაღიაროთ, გამოვასწოროთ და გავაგრძელოთ გზა, უშეცდომო გზა არ იქნება. მით უმეტეს როცა ბიძინა ივანიშვილი ყველა ბორბალში გაარჭობს იმას. რა არის იცი მძიმე. ჩვენ გვილაპარაკია სხვათ შორის ამაზე. რითი ალპობს ოლიგარქია რატო არის ბევრად უარესი ვიდრე სხვა ფორმები ავტოკრატიის. ის ალპობს ფულით არა მარტო თავის შიდა წრეებს, არამედ ყველას გვალპობს ეჭვებით. რომ ეს ხო არ არის იქიდან მოგზავნილი. აი ეს იქნება ამის დაძლევა ხა ჩემზე რეებიც ვიკითხე რომ გამოვედი, ხო? აი დავიკითხე რაღაცები, ვიღაცის ნათქვამი, ვიღაცის დაწერილი, ხო? ზოგ შემთხვევაში ეს მიზანმიმართული დაკვეთაა, მაგრამ ზოგ შემთხვევაში არის ისაც მეც დამმართნია და შენც დამმართნია და ჩვენს გვილაპარაკია და უსამართლოდ ხშირად, ხო? ანუ ის რომ აი ეს ყველგან მოდებულია როგორც რაღაცა აი რა გითხრა, აი რაღაცნაირ ვირუს ტერმიტივით ღრნის ყველა შიგნიდან რომ აი ეს ხო არ არის, იმისი ხო არ არის, შეკრული ხო არ არის, ეს ცალკე დობის აღდგენა არის. ეს არ არის ჩვენი ენდემური პრობლემა, ეს არც ჩვენი ოპოზიციური ჯგუფების ან კრიტიკული საზოგადოების პრობლემა, არა, ეს არის ოლიგარქიული ფულით გაჟღენთილი ავტორიტარიზმის პრობლემა. დობის მორღვევა, რომ ვერავინ ეնդოს და ყველა ერთმანეთში ხედავდეს კონკურენც კი არა, ეს ნაკლები პრობლემაა, რომ ის ვიღაცას და ყველა ეძებდეს ვიღაცას ხო არ ელაპარაკებას. ხო. მოკლედ, კარგი, ეს მექანიზმი მესმის, ეხა ისიც მესმის, რომ გუშინ გამოხდი და დღეს მოდუს ოპერანდიც მაქვს მე წარმოდგენილი, მე მგონია რომ მოდუს ოპერანდი პარადიგმა ასე ვთქვათ, მოქმედების გასაგები სიტყვები ხო, მოქმედების მოდუსი, ანუ მოქმედების ანუ მოდი ასე ვთქვათ რა, აი როგორ უნდა ვიმოქმედოთ, ხო? მე არ საგზაო რუკა, მოდი დავარქვათ ამას. ახლა ეგ ყველაზე ცუდი სიტყვებია, მე რომ მკითხო, ვერავინ ვერ გაიგებს, მაგრამ რატო, როგორ მოქმედებთ? სამოქმედო გეგმა. ხო, სამოქმედო გეგმა ჩემი აზრით არის მოქმედება იმგვარად, როგორც მოქმედებთ, ბევრი რო არ ვილაპარაკო ახლა ესე ისე, პირდაპირ ვთქვა, მარტივი წარმოსადგენი რო იყოს საარჩევნო კამპანიის დროს, აქტიური საარჩევნო კამპანიის დროს.
რას ვაკეთებთ ამ დროს? დავდივართ, ვლაპარაკობთ, ვართ ძალიან აქტიურები, ძალიან დინამიურები, გვაქვს განვითარების ხაზები, გვაქვს კომუნიკაციის აქტიური ფაზები, გვაქვს კომუნიკაციის ერთიანი საკომუნიკაციო ენა და მსგავსი საკომუნიკაციო მეთოდები ბევრ პარტიას. ამიტომ მე არ გულისხმობ, რომ ეს არჩევნებია აუცილებლად, მაგრამ მოდუსია ვთქვათ მოქმედების, რომ იყოს ეს, იმიტომ რომ მე ასე შემიძლია ავხსნა, რას გულისხმობ ყველაზე თვალნათლივ და თვალსაჩინოდ. ყველას გვესმის ეს, ხო? ეს იქნება რეგიონი თუ იქნება თბილისი, ყველაფერი. ეს იქნება თაუნჰოლები კონკრეტული რეგიონის მაცხოვრებელთან თუ პროფესიულ ჯგუფთან, ეს იქნება ესე. კი, ყველა ერთად, რა თქმა უნდა. და მნიშვნელოვანია ოპტიკა, ეკა მნიშვნელოვანია ოპტიკა, ერთად უნდა გვხედავდნენ, იმიტომ რომ ჩვენ ტელევიზიის ხალხი ვარ და ეს ვიცით, მაგრამ ეს მარტო ტელევიზიას არ ეხება. პირველი ჭამს თვალი. მერე ყველაფერი დანარჩენი, მეგობრებო, არ დაიჯეროთ, რომ ჯერ ყურია, რაც ყურში შედის, ჯერ ტვინი აანალიზებს შესულ ხმას. არა, ტვინი ყველაზე სწრაფად აღიქვავს იმას, რასაც ხედავს. და პირველი ინფორმაცია ადამიანს მიეწოდება თვალით, მერე ყურით. ამიტომ ოპტიკა მნიშვნელოვანია, ერთად უნდა გვხედავდნენ. და არა ნაჩხუბრებს და გაბუტულებს, უნდა გვხედავდნენ ერთად ძლიერად და მყარად. რომელ პარტიასგან გაქვს ყველაზე დიდი მოლოდინი, რომ მარტივად წამოვა ამ ამბავზე, ასეთი ტიპის შეთანხმებაზე, ასეთი მექანიზმის ამუშავებაზე, არა ვეტოს უფლებას და არა კონსენსუსს. ანუ არა ორ ხაფანგს, სადაც საკუთარზე, არა, გულწრფელად რო გითხრათ. არა, ხო, ყველა არ ვიცი, ამ წუთში ამაზე პასუხი არ მაქვს, მაქვს მოსაზრებები ჩემი, მაგრამ არ მინდა ჩემი მოსაზრებების მძევალი გავხდე, ან პროცესს ვავნო ამ რაღაცის გამოთქმით, მაგრამ ფიქრობ, რომ შეიძლება ამის მიღწევა? ჩემი აზრით მაღალი ალბათობით კი. იმიტომ რომ ხედავ დრიანი, მერე შვიდიანი, მერე ექვსიანი, მერე ცხრიანი. მაგრამ თუ ამ პროცესს ვიწყებთ, უნდა ვთქვათ, რომ დავიძარით, აი ეს არ არის ჩვენთან ერთად ბოდიშს ვხვდით, მიგვაჩნია რომ შეცდომაა, პრობლემაა, თვითონ ახსნას რატო არ არის. და ამით უნდა დავამთავროთ, იმიტომ რომ შეუძლებელია ეს მუდმივი, აი წელ უკვე მომაბეზრებელია. ყველასთვის კი არა, ჩემთვისაც მომაბეზრებელია. ანუ მაგას მირჩევნია ვიცოდე რომ ეს არ გამოვიდა და მარტო ყველა ცალ-ცალკე რაღაცას ვაკეთებთ, მაგრამ აი სალაპარაკო ფორმატები, აი სიტყვა სალაპარაკო ფორმატი რო გადათარგმნო ლათინურად თუ იტალიურად, შეიძლება არის პარლამენტი და სულ სალაპარაკო ფორმატები გვინდა და ამისთვის მართლა პარლამენტი არსებობდა, მაგრამ ეს ხუმრობით ცხადია, მაგრამ მოდის პაღლედან. ვეძებოთ სამოქმედო ფორმატები და არა მხოლოდ სალაპარაკო ფორმატები. კი ბატონო, ნიკა, მაგარია რომ გამოხვედი, დიდი ენერგია შემოიტანე, შემოვარდი. და თქვა რომ არ შემიძლიაო ბევრი ლაპარაკი დღესო და შენ მომიყვანე ხასიათზე. აი, ესეა. მოკლედ, დიდი მადლობა ნიკას, დიდი მადლობა თქვენ, გემშვიდობებით ჩაბათამდე. გამოიწერეთ, დაგვალაიქეთ და გადაგვაზიარეთ.